მე ვარ მარია ზაქარაძე, წარმოვიდგინეთ არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს, რომელიც არის დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორი. ეს დისკუსია ციკლი ტარდება პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა ნაციონალური ფრონტის დაფინანსებით. ჩვენ დიდი ხანია მოვყეთა დისკუსიის ორგანიზებას ვეწევით, ერთხელ იცით რომ ორგანიზაციის დაფინანსება კაბატონია ჩამოსას, მაგრამ შემდგომ გაუხარისხებულ შემუშავახი. დავხრიტეს ბაბუ ანეკდოტი რო ზერთ და ეხა ჩამოვასწარი უკაცრავად რომ შეგაწყებინეთ. მოგეთ მიხარია რომ დღეს ამდენი საზოგადოების სამხა დასწრებას ხედავთ ამ დისკუსიაზე ის შეუსწავლოს თემას სწორად გავშერჩეულობთ და მეცავუყარო საინტერესო იქნება თუმცა შეგახსენებთ კაბატონია გააკეთებს მოხსენებას რამდენი წუთის განმავლობაში შემდგომ თქვენ სრულისამებრ გექნებათ საშუალება რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაერთოთ უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება რომ ტელეფონის ხმარ რეჟიმზე გადაიყვანოთ არ შეგვეშალოს ხელმისაწვდომის შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი მიმდინარეობს და აგრეთვე ხელისაწვდომით გვანიშნოთ შემდგომ ისაც გექნებათ სრული მოსაზრების დაფიქსირების ან კითხვის დასმით და აგრეთვე არ დაგავიწყოთ თქვენი სახელი გვარიც გაგვეცნოთ და წაგვიდეთ. შეგახსენებთ თემა არის თაობათა ურთიერთობა. გამარჯობა, ეხლა მე დავინიშნავ დროს რომ სულ 20 წუთიანი რეგლამენტი მომცა, მაგრამ და დანარჩენი მე უკვე თქვენი შეკითხვების მიხედვით კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ძალიან დიდ მადლობას გიხდით მომცემებისთვის. ძალიან სასაცილოა იყო სანამ თქვენამდე ჩამოვაღწიო და ჩამოსულიყავი 2 კვირის წინ და დავხრიტეს ბაბუ როგორც გითხარით და ნუ გადავდე, იმიტომ რომ არ ვიცოდით თქვენი მეგობარი ცოცხალი იყო თუ გადარჩებოდა თუ არ გადარჩებოდა. ეხლა დავგეგმა მეორეჯერ ჩამოსულ და კიდე დავხრიტეს. და ვიფიქრე ეხაც რომ გადავდო, მე შეიძლება მე მომკლან და დამრჩა ბავშვები მშიერი მოვასწრო ჯამაგირის აღება თქო და გამოვიქეცი და ჩამოვასწარე აქ მოსვლა. მე ბოდიშვილი პირო ტელეფონს არ ვთიშავ, აგებენოთ რომ ტელეფონიც არ გებლობ, საკითხები მაქვს ჩამოწერილი, რომ ქრონოლოგიურად გავყვე თემას. თემა იყო თქვენი უნივერსიტეტისგან შემოთავაზებული თაობათა შორის კონფლიქტი, რომელიც ჩემი თხოვნით შეიცვალა და გადაკეთდა თაობათა ურთიერთობა, იმიტომ რომ თაობებს შორის არ არის მხოლოდ კონფლიქტი. ამ ურთიერთობაში არის კონფლიქტებიც და არის საკმაოდ მაღალი თანადგომაც, ხო, გაგრძელებაც რაღაც ერთმანეთის ტრადიციის თუ სურვილების თუ ოცნებების და მსხვილად ერთმანეთის ტრადიციის სურვილების ოცნებების. ანუ მიმდინარეობს ეს ურთიერთობა ტრადიციის დაცვითაც, უფრო სწორედ თანადგომითაც და კონფლიქტებითაც. რადგან დრო არ გვაქვს ბევრი, ამიტომ სწრაფად გავიბენ იმ ზოგიერთ პუნქტს, რომელიც მინდოდა რომ ამ საკითხში ჩამერთო. და მე თუ კითხვები რომელიმე შეკითხვაზე უფრო დაგჭირდებათ უფრო დიდი პასუხი ან არ იქნება თქვენთვის ეს ამომწურები, განვავრცელოთ თქვენი ინტერესის მიხედვით. ესე იგი, მშობლებსა და შვილებს შორის, ხო, თაობებს შორის, ჯერ ერთი ძალიან დადებითი არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ადამიანის განვითარება დგება ახალი შეკითხვის დასმით. შეკითხვას ბავშვი, როგორც ეცნობა სამყაროს, ალბათ ბოლოს დინახავთ პატარა ბავშვი, როდესაც ის გვეკითხება ამა თუ იმ საგანზე, რა არის ეს, რა არის ის, ხო, რაღაცას კიდევ ხელს სწავლობს ახალ დასახელებას, მერე მოხმარებას ამ საგნის, ცოტა უფრო რომ წარმოიხედება უცხო სიტყვების მნიშვნელობას, რას ნიშნავს, რა არის კი, რას ნიშნავს, დავუშვათ რაღაც აზრობრივ რაღაცას სვამ შეკითხვას, ხო? და ჩვენ მისთვის გვაქვს საკმარისი და გამზადებული პასუხები. ერთგვარად ვეჩვევით კიდევაც იმას, რომ ჩვენი შვილისთვის გვაქვს საკმარისი პასუხი რაღაცა დონემდე, სანამ ეს შეკითხვებს სწავს, მაგრამ კაცობრიობის მთელი ისტორია, მთელი განვითარება გახლავთ ახალი შეკითხვის დასმით. თუ არ იქნება ახალი შეკითხვა, არ იქნება ახალი პასუხი. მაგრამ ჩიხი იწყება ხოლმე სწორედ მაშინ, როდესაც შვილების თაობა იწყებს ახლის მოსინჯვას, ახალი კარებების გახსნას, რომლის გახსნაც ეშინია მშობელს. ამ გონია რომ შვილს ჯერ არ აქვს საკმარისი ძალა რაღაცის გასაგებად, და ზოგჯერ შვილებს იმაშიც კი ეწინააღმდეგებიან, რაც თვითონ გამოუცდიათ და უკეთებიან. არათუ იმ ახალ ნაბიჯებში, რომელიც ჯერ კიდევ გამოუცდელია. განსაკუთრებით ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც განსაკუთრებული შოკი მოხდა რაღაც ერთგვარი ძველ თაობასა და ახალს შორის, იმიტომ რომ სხვა დროს თაობებს შორის ამოდენა სხვაობა არ იყო რაღაცნაირად ერთ კულტურულ რეჟიმში ვითარდებოდნენ მაინც.
და ბოლო დროს უკვე ძალიან ბევრი მშობლის საწუხარი გახდა, თუნდაც ტექნოლოგიები, თუნდაც კომპიუტერზე დამოკიდებულება, რადგან შემოიჭრა კომპიუტერი და მთლიანად შეიცვალა ქცევა ბავშვებისაც. ბავშვებს თუ ადრე ეხვეწებოდნენ ეზოდა დროზე ამოდით, ახლა უკვე ეხვეწებიან იქნებ ეზოში ჩახვიდე და ისინი მოშორდე ამ ელექტრონულ თამაშებს, ხო? აი ასეთ დროსაც რა თქმა უნდა არის ხოლმე პათოლოგიური მიჯაჭვულობა ბავშვების ტექნოლოგიებზე, მაგრამ თუ კი არ არის პათოლოგიური მიჯაჭვულობა, მშობლებიც უნდა შეეგუონ იმას, რომ ეს არის სხვა ეპოქა და ბავშვების აზროვნება თავიდანვე ყალიბდება ბევრად უფრო განსხვავებულად, ვიდრე ეს ყალიბდებოდა ჩვენი ბავშვობისას. და სხვათა შორის არის ერთი ძალიან კარგი ვიდეო, როგორი ტუალეტის ქაღალდის რეკლამა, არ ვიცი გაქვთ თუ არა ნანახი. როდესაც გერმანულ ოჯახში ხდება მოქმედება, ცოლი ქაღალდზე ბავშვს ეხმარება დავალების გაკეთებაში და ქმარი მიდის და ემად გაცრუებული აჩვენებს ელექტრონ კომპიუტერს, აი აქ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ნუ მერე კიდე ემას უდასცინის, რომ ემა ელექტრონულ წიგნს არ კითხულობს და ნამდვილ წიგნს კითხულობს და ნუ ბოლო შევატო ტუალეტში, ტუალეტის ქაღალდია გათეულა, ხვირის და ასეთი ქაღალდის ბედნიერი მომავალია, ხო? იმდენად შეცვლილია უკვე საერთოდ ყველაფერი, რომ რა თქმა უნდა შეცვლილია ჩვენი ბავშვების ფსიქოლოგიაც, მათი ქცევაც, მაგრამ მთავარია რომ ეს არ იყოს დიდი განხეთქილების მიზეზი და რაღაცნაირად ჰარმონიულად გავაგრძელოთ თანაარსებობა. პრობლემა საერთოდ ერთი დიდი, რომელიც მოდის მშობლების მხრიდან, ეს არის უპირველესად მშობლის შიშები, განსაკუთრებით ისეთ შფოთვით გარემოში, როგორიც არის ჩვენი. იმიტომ რომ მშობლების თაობას აქვს ძალიან ბევრი საფუძველი ეშინოდეს ბევრი რამის, იმდენად მძიმე გამოცდილებები გვაქვს მიღებული თუნდაც რაღაც ადამიანების ერთმანეთის აგრესიის მხრივ, თუნდაც ამ ომების შემდგომი შფოთვითი აშლილობები, როდესაც ადამიანებს აქვს ცუცუდის მოლოდინი და ეშინიათ, რომ მათი შვილი ისევ და ისევ ბევრად მეტად დაუცველია, ვიდრე დაუცველი სინამდვილეში არის დაუცველი. და ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად მშობლის შფოთვის გადატანა ხდება ხოლმე ბავშვებში. როდესაც მათ ეუბნებიან, რომ თხილად გადადიხარ სასვლელზე სახიდან, რომ ახალ ქუდი დაიხურეთ მაგაც ყველანაირი ტიპის შიში, წვრილმანიდან დაწყებული, მსხვილმანით გათოვებული, არავის არ ენდო იქ არ შეხვიდე, აქ არ გამოხვიდე და ასეთ შემთხვევაში უკვე შეიძლება სრულად ეწინააღმდეგებოდეს შვილი მშობელს, მაგრამ ეს შიში, შფოთვა ილექება მის ცნობიერებაში და რაღაცა გარკვეულ მომენტში გადაწყვეტილების მიღებისას თუ რაღაცას არისკო სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ადამიანი მზად არ არის იყოს გამბედავი და არის უკან დამხები. საკითხი მეორე, რაც მშობლების მხრიდან მოდის ხოლმე არის, გახსოვდეს ვისი გორისახარ, ხო? ანუ დამაგრება ტრადიციაზე არ შეგვარცხინო. ეს არ შეგვარცხინო, ხანდახან იღებს ძალიან საშიშ ფორმებსაც კი. საშიშ ფორმებში რას გულისხმობ? თქვენ იცით, იაპონელები ხარაკირს იტარებდნენ სირცხვილის გამო, ხო? აი ეს სირცხვილი, რომელიც არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის სირცხვილი არსებობს ხვის წინაშე, ასე ვთქვათ, რაღაც სოციალური მოვლენა არის. ძალიან ხშირად, ძალიან სასტიკს და დაუნდობელს ხდის ადამიანს თავის და უნებურად, თავისი უსაყვარლესი ადამიანების მიმართაც კი. და მე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვობაში ჩემს ერთმა ისტორიამ, რომელიც აი ამის მაგალითად ხშირად მომყავს ხოლმე. რადგან ამას მე ხშირად ვხედავ ჩემი პაციენტების ტრაგედიაში, მაგალითად თუ კი რომელიმე აღმოჩნდება, რომ გეია და მშობლებს არ აქვთ მიმღებლობა, ან არ არის გეი, მაგრამ რაღაც სხვა ტიპის პრობლემა ხდება, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, მე მათ ამბებს ვერ ყოფი, იმიტომ რომ მათ წინაშე მომაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ჩემს ბავშვობაში გამიგარდა, მოვისმინე ძალიან პატარამ და იმ ხელს შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ახსოვს დაწვრილებით და დღესაც კი. ეს მოხდა რაჭაში, სადაც იყო ერთი მოხუცი ქალი, ეს ქალი გარდაცვლილია უკვე, რომელიც თურმე 17 წლის დაორსულებულა და დედას იმის შიშით, რომ შეცხვებოდნენ, თავი მოეჭრებოდა, თავისი 17 წლის გოგონასთვის აუკრავს მუცელი და როდესაც მოვიდა მშობიარობის დრო, ამშობიარა ჭეჭმაში და ბავშვი ჩაახშვეს ჭეჭმაში. მაგრამ რა თქმა უნდა, სოფელში უკვე იყო მოთქმა, რა თქმა უნდა, ქალაქშიც კი არაფერი იმალება მით უმეტეს სოფელში და ეს გოგონა 17 წლის გოგო დააპატიმრეს ჩასვეს ციხეში. ნუ თქვენ ახლა ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ დაბრუნდა ეს ცხოვრებაში, დაბრუნდა როგორ მეასეხარისხოვან ადამიანად, როგორი დათრგუნული, მთელი ცხოვრება ის შემდეგ თავისი ძმის ოჯახის მოსამსახურე იყო და ძლივს წამოწია თავი, ასე რომ ვთქვათ, ხო? ეს არის საზოგადოების საშინელი სისასტიკე, რომელიც აიძულებს დედას საკუთარი შვილის დამღუპველი გახდეს და საკუთარი შვილიშვილის მკვლელი. აი ეს არის
უტრირებული მაგალითი, რომელიც მე თქვენ მოგიყევით, მაგრამ ეს უტრირებული გაზვიადებული მაგალითი რომ დავიყვანოთ თუნდაც ყოფით ურთიერთობებამდე, ძალიან ხშირად დამამკოლებელი არის ხოლმე 9-ზე მოდის სახლში, თორემ რა სიტყვის ხალხი. აი ეს რა სიტყვის ხალხით მუდმივი ყვება თავისი შვილების, ხო? ძალიან დიდწილად იდენტობას ართმევს ადამიანს. ადამიანს ართმევს იმ თავისი კუთვნილი, ვინც ის ისედაც ხანმოკლე ცხოვრებას, როდესაც ჩვენ სრულიად უწყინარი სხვისთვის არადამაზიანებელი სურვილი გქონდა, შეიძლება გვეცეყო დისკოტეკაზე, იმიტომ რომ ვართ 18 წლის და თურმე ეს უხერხულია უნდა მოხერხდეს 9 საათამდე, ხო? აი ეს სირცხვილის გრძნობა და ის რომ არ შეარცხინო გვარი და მე სირცხვილის ჩამონათვალის თავისებურებები სხვადასხვა კულტუროლოგიაში არის კიდევ ერთი კონფლიქტი, ასე ვთქვათ, რომელიც არის ხოლმე მშობლებსა და შვილებს შორის. შემდეგი რაზეც მინდა ის მე ბოდიში ვიხდი რომ შეკრული ლექციასავით რადგანაც წუთი მომწეს გადავდივარ საკითხიდან საკითხზე რომ რაღაც თქვენ შეკითხვებსაც მცირედი ბიძგი მივცე ასე ვთქვათ და მე უკვე გავშალოთ კითხვების მიხედვით ხო? ხო და უმთავრესი რითიც დავიწყე და ცოტა კიდევ შევეხოთ ამას სამყაროსთვის კითხვების დასმა აღარ არის საჭირო მე ისედაც მაქვს მზა პასუხები, როდესაც ეს პოზიცია აქვს მშობელს შვილის მიმართ. ამაში გულისხმობ რას რომ შვილი რომელიც დაუმეგობრდება რაღაცა ცოტა უფრო განსხვავებულ ადამიანებს, შვილი რომელიც განსხვავებული გამოცდილების მიღებას ცდილობს, რომელიც ცდილობს თქვა რაღაცა მეტი შეიგრძნოს, იხედიალოს, იმოგზაუროს, რაღაცეებს შეეხოს, სულით, ხელით და დაიკმაყოფილოს ინტერესი. მშობლებში ეს იწვევს შიშტეულს, რომ ამას არ ემეგობრო, აქეთ არ წახვიდე, ეს არ გააკეთო, იმიტომ რომ სრულიად საკმარისია ჩემი გამოცდილება, რომელსაც მე შენ გიყვები ადამიანების შესახებ და შენ შეგიძლია აღარ გქონდეს სხვა შეკითხვა. ხო, ეს შეკითხვა არის ძალიან მთავარი. როდესაც უკვე მშობელი საზღვარგარეთაც არის, რა თქმა უნდა, ასეთი ტრადიციული ოჯახები, როდესაც ტრადიციულ საოჯახო ბიზნესს ან პროფესიებს აგრძელებენ ხოლმე, ბევრი თაობა, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით არის როდესაც ერევიან მშობლები შვილის არჩევანში არა მხოლოდ პროფესიულში, არამედ ლამის სიყვარულშიც კი. რადგანაც ძალიან ხშირად თვითონ აქვთ მოწყენილი, ასე ვთქვათ, არარეალიზებული პირადი ცხოვრება და მთელი თავისი ოცნებების გადატანას ცდილობენ შვილში, მათ ნაცვლად ეჯვიანებენ, მათ ნაცვლად თხოვდებიან, მათ ნაცვლად მოჰყავთ შვილი და ყველა განცდას მაქსიმალური თანაგანცდით გადიან, ხო? აი ასეთი ტიპის ჩარევაც, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მთლიანად ვამპირულად დაიპყრო შვილის ცხოვრება, რომელსაც გინდოდა, რომ ზოგიერთი შენი ოცნება აესრულებინა. ზოგიერთი კიდევ ხო, მაგრამ არა ყველა, ხო, მაგალითად, მე ჩემს ქალიშვილს ჩემი ერთადერთი ოცნება აესრულებინა, რომ მას აქვს გრძელი თმა წელამდე, რომელიც მე სულ მინდოდა, რომ მქონოდა. მაგრამ დანარჩენი ყველაფერი მე მინდა, რომ ის იყოს ის და მეც ვიყო მე და ჩვენ გვქონდეს კარგი მეგობრობა. ეხლა იგივე პრობლემები არის ხოლმე შვილების მხრიდან. შვილების მხრიდანაც არის ერთგვარი პასუხისგებლობა მშობლების მიმართ, რომ გავამართლო მე ჩემი მშობლების მოლოდინები, იმიტომ რომ ეს ჩემი უსაყვარლესი ხალხია და მე რა თქმა უნდა მინდა რომ ისინი ჩემით ამაყობდნენ. მაგრამ ძალიან ხშირად ვართ ხოლმე ტრაგედიის მომსწრე, როდესაც მშობელს გაზვიადებულად დიდი წარმოდგენა აქვს შვილზე, ან პირიქით თulis რომ კარგი პედაგოგიკა, კარგი აღზრდა არის ძალიან ბევრი შენიშვნის მიცემა. ორივე შემთხვევაში შვილს ძალიან ხშირად უვითარდება დათრგუნული, ასე ვთქვათ, ლუზერის სინდრომი, ანუ ხელმოცარულის სინდრომი, როდესაც მას იმიტომ რომ ბავშვობაში არაჩვეულებრივად იზეპირებდა ლექსებს, მაგრამ მეხუთე კლასის მერე აღარც ისეთი მაღალი ტემპით წავიდა მისი ნიჭიერების განვითარება, მას მუდმივად აქვს დამახსოვრებული, რომ ოვაციებით მშობლები მისგან ელოდნენ ძალიან ბევრს და სთხოვდნენ, რომ მიიღე მონაწილეობა რაღაც ოლიმპიადაში და ასე შემდეგ. ხო, და აქედან გამომდინარე, თუ კი გრძნობს, რომ რაღაც ამ მოლოდის ასცდა ან ისევე რა კმაყოფილებს, ის იზრდება ძალიან დათრგუნული ადამიანი დაბალი თვითშეფასებით, ამიტომ ყოველთვის ჯობს, რომ ბავშვი შევაქოთ კარგი რაღაცისთვის, ნიჭიერების გამოვლინებისთვის, მაგრამ არასდროს ეს ნიჭიერება, ჩვენი აზრით ნიჭიერება, არ დავუყენოთ როგორც პირობა, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს ესეთი ისე რომ თუ კი ჩვენ თევზს მოვთხოვთ რომ იფრინოს, თევზი ამას ვერ გააკეთებს და ჩვენი გვეგონება ხელმოცარული და არასაკმარისად ნიჭიერი, ხო? მაგრამ თუ კი თევზი არის წყალში,
მაშინ ყველა ადამიანს შეუძლია თავისი უნიკალური ნიჭი, რომელიც ყველას აქვს, თვითონ აღმოაჩინოს, თვითონ განავითაროს და შეუდარებელი გახდეს იმაში, რასაც ის აირჩევს. აი ეს მომოდინების სისტემა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე დიდი პრობლემა, მაშინაც, როდესაც მშობლები ზედმეტ ობიექტურობას თავის ჭკუით იჩენენ და ძალიან ხშირ შენიშვნას აძლევენ შვილს. ძალიან უნდათ მოათავსონ იმ ჩარჩოში, როგორიც მათი აზრით უნდა იყოს კარგი ადამიანი, მათი აზრით უნდა იყოს ჭკვიანი ადამიანი და პატივსაცემი ადამიანი. ასეთ შემთხვევაშიც მუდმივი შენიშვნებისგან დაწუნულ ადამიანს უჩნდება გახლეჩა, როდესაც მას მუდმივად აქვს შეგრძნება რამე ხო არ შემეშალა, ხო სწორად ვთქვი, ხო სწორად გავაკეთე, კარგი იყო, ნამდვილად კარგი იყო და 100,000-ჯერ გონებაში სინჯავს თავის საქციელს, თავის ნათქვამს, თავის ნაშრომს და გამოდის, რომ შეეძლო, რომ ბევრად წინ ყოფილიყო, მაგრამ იმდენად ხშირად იყურება უკან და ამოწმებს უარდაუშია შეცდომა, რომ წინ შეიძლება გზა რო გააგრძელოს, კედელს გაეჯახოს, ან საერთოდაც ვერ გააგრძელოს გზა. მოზარდის ცდელობა განავითაროს მე, რომელიც იწყება სწორედ გარდატეხის ასაკში, როდესაც მოზარდი ამბო ხდება, თუ კი ის არ ამბო ხდა და არ შეეწინააღმდეგა მშობელს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ შეფერხებაა განვითარებაში. იმიტომ რომ მოზარდი უკვე შედის ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამს, სადაც საკმარისი აღარ არის ის გამოცდილებები, რაც მას უკვე ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვის გამოცდილება არავითარ შემთხვევაში არ არის უდარდება. როდესაც პატარა ბავშვს 3 წლის ბავშვს თავისი მეგობარი თუ და თუ ძმა წაართმევს სათამაშოს, რომელიც მას უყვარს, მასში სწორედ ისეთივე განცდა, შეურაცხყოფის, გაძარცულობის, დაჩაბრის, როგორც დავუშვათ ზრდასრულ ადამიანს, რომ იმამ წაართვას თავისი საყვარელი ნივთი თუ ბინა თუ ასე შემდეგ. ამიტომ განცდის მხრივ არც ბავშვობა უყრუბლოდა პრობლემა, მაგრამ მაინც პრიმიტიული ჩანასახი ქმედების მიხედვით, იმიტომ რომ ბავშვობაში ძალიან საკმარისია ეზოში ჩახვიდე, ჩაიტანა ბურთი, დაიწყოთ ბავშვებმა თამაში და გახდეთ მეგობრები. მაგრამ მოზარდობის ასაკში უკვე ძალიან ბევრი რამ არის დასაკმაყოფილებელი. ბალანსია დასაცავი, რომ მშობლისთვისაც მეტნაკლებად მისაღები იყო, რომ მუდმივი კონფლიქტი არ გქონდეს, შეეძლო შესახალ სხეულს, რომელიც ეჭვგრად დიერთო. ამავე დროს უკვე მოაწონო თავი იმ ჯგუფს, რომელშიც შენ გინდა გაწევრიანდე და იყო მათი ახლობელი და მათთვის მოსაწონი პიროვნება. მეტნაკლებად კიდევ აი ეს ამდენად გახლეჩილი ენერგია სწავლასაც მოახმარო, რომ ისე გაზარმაცდე, რომ კლასთან კლასში მაინც გადახვიდე, ასე რომ მოზარდს აქვს ძალიან ბევრი ამოცანა და ამიტომაც ის ხშირად არის ძალიან გაღიზიანებული. აი ამ გაღიზიანებული ამხელა ბრძოლის დროს, როდესაც მოზარდი ცდილობს გახდეს მე, ამ დროს ძალიან დიდი არის ასევე თავდაფაშობის როლი, რომ მშობლებმა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და ხანდახან მიახვედრონ, რომ ყოველთვის ვერ გაიმარჯვებენ და ზოგჯერ გაიმარჯვოს მშობელმა. და რაც მთავარია, არ იყოს დაწკუნული მოზარდების ინიციატივა, თუ კი ეს არ არის განსაკუთრებით რა თქმა უნდა სარისკო ქცევა და აი ამ სარისკო ქცევის დროსაც ძალიან დიდი დოზაა დასაცავი, რადგან ამ ასაკში მოზარდი მთელი ძალით ითხოვს თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს მას ეშინია თავისუფლებას. მას ღლის თავისუფლება, რადგან ეს არის შეუცნობელი სივრცე. ამიტომ ძალიან ხშირად თითქოს მოზარდები ეუბნებიან მშობლებს, რომ არა მე როგორც მინდა ის უნდა გავაკეთო, უნდა წავიდე, გვიან უნდა მოვიდე, მაგრამ არის რაღაც მომენტი, როდესაც ისინი ყოველდღიურად იღლებიან, მათ არ აქვთ ძალა, გარესამყაროს უთხოვნარი და ძალიან ხშირად პირიქით კარგ მშობლებს, მეგობრულ მშობლებს იყენებენ კიდევაც ჩამოსაყრდენ კედლებად, რომ ვითომ შენ არ მიშვებ, მაგალითად ჩემ შვილსაც კი, როდესაც დაღლიბა ეს უთქვამს, რომ ვითომ შენ არ მიშვებ, თვითონ არ შეუძლია წაინოს მეგობრს, ეს იყო აი მის ადრეულ მოზარდობის პერიოდში, სანამ გამყარდებოდა, გაძლიერდებოდა და არგუმენტებს იპოვიდა იმისთვის, როდის უნდა რომ წავიდეს და რატომ უნდა რომ წავიდეს და რატომ არ უნდა რომ წავიდეს და ამბობს უარს. ერთი უმთავრესი კიდევ გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი შემოდის ხოლმე კონფლიქტებში და ურთიერთობაში მშობლებსა და შვილებს შორის, ეს გახლავთ ოიდიპოსის კომპლექსი და ელექტრას კომპლექსი. აქ ალბათ არ ხართ ყველა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები, მაგრამ დაახლოებით გექნებათ გაგონილი ეს საკითხი, როდესაც ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ერთგვარად ინცესტუალური მიჯაჭვულობა შვილებსა და მშობლებს შორის, საპირისპირო სქესი შვილებსა და მშობლებს შორის. აი ამ დროს ხდება კონფლიქტები
როდესაც საპირისპირო სქესის შვილი ცდილობს, რომ თავისივე სქესის მშობელთან მოახდინოს ჯანმრთელი იდენტიფიკაცია. აქ ეხლა მე არ მინდა ძალიან დავართულო ეს საკითხი, თუ ამ სპეციფიკურ საკითხზე რაიმე შეკითხვა გექნება, თუ მე მეტად ვილაპარაკოთ, მაგრამ აქ არის ის, როგორ ეჯიბრება მამა და შვილი ერთმანეთს, მათ შორის არსებობს ფარული მტრობა, ბიჭი-შვილი და ეს მტრობა როგორ უნდა დასრულდეს მეგობრობით და გაუსწორდნენ ერთმანეთს, როგორც თანასწორი ადამიანები. ან ქალიშვილი როგორ ებრძვის განსაკუთრებით დედას და დედა ქალიშვილს განსაკუთრებით თრგუნავს და ამაში არის ერთგვარი ფსიქოლოგიური უცნაური შურის მსგავსი მტრობაც კი. ეს ცოტა რთული აღსაქმელია ეხლა ცალკე ლექციის საკითხია ასე ვთქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აღსანიშნავად ესეც ღირს, როგორ არსებობს ეს უცნაური დაპირისპირება, რომ მაგალითად მე ამბობენ ხომ რომ თავისივე ძლიერი მამის ჭრდილქვეშ მოექცავო და ამიტომ ვერაფერი შეძლო ამ ბუნებამ დაისვენაო, ხო? და სინამდვილეში როგორი ხელის გადაწევა მიდის აი ამ თაობათა შორის, ვინ გადაძლევს, ვინ განთავისუფლდება, ვინ გაუსწრებს. და კიდევ ძალიან მინდა ამ თავისუფლების თემაში ასევე ესეც თქვა, იმიტომ რომ არის უახლესი გამოცდილება ჩემი დაგვპატიჟეს შავ ზღვის უნივერსიტეტში რაღაც საჯარო ლექციაზე, სადაც ერთი ახალგაზრდა ბიჭის შეკითხვა იყო ასეთი, რომ რა დავაკეთოთ ახალგაზრდებმა, როდესაც უფროსი თაობა არ გვითმობს ადგილსო. ესე იგი მის წარმოდგენაში თავისუფლება მოიპოვება ასე, რომ ვიღაცა უნდა ჩაჩვენდეს ან წარმოდგეს. დედაოც წუთი გასულა, რამდენს ვაპარაკობ მე მაპატიეთ, ამ წინადადებას დავამთავრებ და დავასრულე. რომ ესე იგი მის წარმოდგენაში თავისუფლება არის დასახიჭრებული ერთგვარად, რადგან გონია, რომ თავისუფლება ის არის, როცა ვიღაცა წამოდგება და თავის კამზე დაგაბრძანებს, ხო? მაგრამ ეს არ გახლავთ, რა თქმა უნდა, თავისუფლება, როდესაც ვთქვათ მაგალითად, ეს კონკრეტულად ვაპარაკობდა მსახიობებზე, რომ აიო თეატრში ახალგაზრდა მსახიობებს არ აძლევენ როლებს, ხო? აქ არის აუცილებელი, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ გამრავლებული ენერგია და მათ შექმნან თავისი თავისუფალი ადგილი, იმიტომ რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს არ დაუკავებია ილია ჭავჭავაძის ადგილი და ილია ჭავჭავაძეს არ დაუთმია ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის თავისი ადგილი. აი ესეც მინდა რომ რაღაცნაირად ახალგაზრდებმა თქვენ კარგად გაიაზროთ, რომ ჩვენ საკუთარ ადგილს ჩვენი ძლიერი ნეთი ვქმნით ჩვენ თვითონ და არავინ არ არის საჭირო რომ ჩაიჩოჩოს, ყველას აქვს თავის საკუთარი ადგილი. ისე როგორც ვთქვათ მამა-პაპის სახლს რო გინდა გამოეყო, მამას არ ეუბნები შენ წადი სახლიდანო, ხო? მამა რჩება თავის სახლში და შენ იქ იწყობ შენ საკუთარ კუთხეს, ან მეორე საკითხია რომ შენ იშენებ ახალ სახლს და ის სახლი არის უკვე შენი. აი დაახლოებით გაკვირით ეს მინდოდა რომ მეთქვა, დანარჩენს თქვენ გისმენთ ესეთი ფორმატი გვაქვს დღეს კითხვა-პასუხის. მადლობა. მაინტერესებს აი შენაში თქვენი ეს სამუშაო შესაძაც შობელიერება ალბათ სიყვარულის შექმნის შობელიერება შულის სიყვარულის არჩევაში შეიძლება შუბლება როდესაც არის ყოველგვარი სპეციალი აი ოჯახის ძალიან უფასი იყო ხანდახან თეატრში და მიმოხილოთ ჩვენ შობლებს და რეკორდს ეკეთებინებთ შეიძლება რომელიც ადამიანს ჩვენ შობლებს და შემთხვევაში რომ მოგვეცეს ადამიანი როდესაც ამოსწონს მიშოდეს აი სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ის, რომ მშობლებს აქვს თავისი დაყენება, როგორი უნდა იყოს მათი რძალი თუ მათი სიძე. ხო, და ამ დროს შეიძლება არაჩვეულებრივი ადამიანი იყოს ვიღაც, ბევრად ჩვენზე უკეთესი, მაგრამ არ ემთხვეოდეს, რომ ჩვენს წარმოდგენებს თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენს საკუთარ თავსაც კი 100%-ით ვერ ვუმართლებთ იმედებს და ჩვენ წარმოუდგენელია ვინმე იმედი გაგვიმართოს, რომ მთლიანად გასაგები იყოს, რომ მთლიანად იდენტური ქსეროასლი ჩვენი, ხო? მაგრამ სწორედ ამ შემთხვევაში ესეთი ცდუნება მშობლებს აქვს, რომ ბავშვმა უნდა ჭამოს ის, რაც ასარგებლოდ მიაჩნია მშობელს. მაგრამ ვერ წარმოუდგენია, რომ თუ კი მე გულიმერებას დაფილოზე, ის ჩემთვის შეიძლება ტოქსინი იყოს, ხო? ასეთი ვერ არის, რომ სიყვარულით უნდა გიყვარდეთ თქვენ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებული განცდა ამ ცხოვრებაში, ვისთვისაც სიცოცხლე ღირს და გამომდინარე აქ სიყვარულით იქმნება ყველაფერი, ყველანაირი სიყვარულით და მით უმეტეს ესეთი პირადი სიყვარულით, რომელიც არის ცხოვრების ყველაზე უფრო სამახსოვრებელი განცდა. და თუ კი ისიც კი ვიღაცის შეკვეთით და ვიღაცის ხათრით გაიარეთ,
არა მგონია რომ იყოს ბედნიერი და ადამიანი დაიბადა იმისთვის რომ იყოს ბედნიერი. მაგრამ მშობლები ამ შემთხვევაში მშობლებზე მეტი როლი გადადის რომ მათ ეს არ ეწყინოთ და მათ გაიგონ რომ შეიძლება რაღაც არ ემთხვევა მათ წარმოდგენას, მაგრამ ეს არის ის რაც გინდოდათ თქვენ და რაც თქვენ ხდიდათ ბედნიერს. იმიტომ რომ შეკვეთით დაქორწინება რა თქმა უნდა არც საბოლოო ჯამში არავისთვის არ იქნება ბედნიერება და მოსაწყენ ურთიერთობაში ვერჩვილები ვერ იქნებიან ბედნიერები. ამიტომ აქ ორი აზრიც არ უნდა არსებობდეს, რომ ხანდახან მშობლებსაც სამწუხაროდ უნდა ვაწყენინოთ, თუ კი ისინი თვლიან, რომ ჩვენს მადლიერად უნდა უყვარდეთ ვინმე. იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ გაიარონ ყველაფერი, ჩვენ გვესმის მათი სასოწარკვეთილება, რომ მათ უნდათ რომ კიდევ და ბევრი ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ არა სრულყოფილად, მხოლოდ ნაწილით უნდა გადმოყოფილდნენ, რასაც ჩვენ მათ გავუსინერეთ. როცა მშობელი ერევა თავისი შვილის მომავალში, ანუ რა პროფესია უნდა იცოს და ხშირი მაგალითები გვაქვს, რომ მესამე მეოთხე კურსზე უკვე ხდება სტუდენტი, რომ ეს თავისი პროფესია რა და შემდეგ გადადის და თავიდან იწყებს სწავლას. აი მან როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დარეგულირება? Სანაშორის იცით, ითვლება რომ კმაყოფილი ადამიანი, ბედნიერი ადამიანი 4 ძირითად ცხოვრებისეულ არხში უნდა იყოს მეტნაკლებად დაბალანსებულად კმაყოფილი და პირველი ამ 4-დან გაგიკვირდებოდ და არის სამუშაო. იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ყველაფერი შეიძლება რაღაცნაირად დაგვაგდეს ადამიანებიც დავკარგოთ რაღაც ხო, მაგრამ ჩვენი პროფესია არის ის, სადაც ჩვენ ვქმნით ჩვენს თავს, ვქმნით იმას, რაც ჩვენ გვიყვარს და ვსიამოვნებს და პროფესია არის თავშესაფარი, რომელიც ჩვენ ძალიან გვგავს, ვითარდებით მაშინ და თუ კი ჩვენ ვაკეთებთ მუდმივად იმ საქმეს, რომლის კეთებაც არ გვიყვარს, ჩვენ ძალიან დიდ პიროვნულ ნაწილს ვერ ვუკეთებთ რეალიზებას. ამიტომ მუდმივად გვაქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და თუ კი მუშაობს სამსახურში, სადაც მისვლა შენთვის ტანჯვა, გამოდის რომ ცხოვრების ძალიან დიდ წილს ატარებ ტანჯვაში, იმიტომ რომ ზრდასრული ადამიანი ხშირ შემთხვევაში სამსახურში მეტ დროს ატარებს, ვიდრე მეგობრებთან, გასართობ-ადგილებში და ხშირად ოჯახთანაც კი. აქედან გამომდინარე, ერთი მთავარი რაც საქართველოში არის სასოწარკვეთილი დროის, როგორ გითხრათ, ხვალინელი დღის უიმედობის გამო განცდა იმისა, რომ ყველაფერი უკვე გვიანია რაღა დროს ესახა. აი ეს არის ჩვენთან გრძელვადიან მომავალს ქართველები არ და ვერ გეგმავენ ხოლმე, ამიტომ ასაკობრივი კრიზისი თუ კი უცხოეთში ადამიანებს შეიძლება 50 წლის ასაკში გააკვირთ ჰქონდეთ და ჯერ კიდევ 50 წლის ასაკში იცოდნენ რომ ყველაფერი წინაა, ქართველებს მაგალითად 30 წლის ქალებს უკვე სასოწარკვეთია რომ რაღა დროს გათხოვება, რაღა დროს პროფესიის შეცვლა, ნაოჭი გამიჩნდა, რაღა დროს ჩემი ესა და რაღა დროს ჩემი კარნეში ნაყინის მითმევა. ეს რა თქმა უნდა არის ყველაზე ცუდი და არასწორი დამოკიდებულება, რადგანაც ეს არის საუკეთესო ასაკი, როდესაც ყოველთვის ყველაფერი შეიძლება დაიწყო თავიდან და ძალიან ჩამოყალიბებულად და ბევრად უფრო დიდი შეგნებით, მაგრამ აი დროსთან ეს ჩვენი უცნაური დამოკიდებულება დიდწილად განაპირობა ამბებმა სტრესებმა, ომებმა და სულ ცუდის მოლოდინმა. გამომდინარე აქედან ადამიანი ფიქრობს, თუ არ მოვასწარი დღეს ხელობებიანია. და ამიტომ ეს ყოფილი დღეს არის ფრაგმენტული ხედვა მომავლისაც და მთელი ცხოვრებისაც. და როდესაც თქვენ დავშევდეთ ის რჩევით, რომ მან კარგად მოზარდ მარც კი იცის ზოგიერთი პროფესია რას ემსახურება და დავშევდეთ მშობლის ნდობის გამო გადაწყვეტა ექიმობა ხო კარგი პროფესია ალბათ გამომივა. და თქვენ მე მიხვდით, რომ თურმე არ შეგიძლიათ ექიმობა, არ მოგწონთ, არ ხართ ამით კმაყოფილი და ბედნიერი. უნდა იცოდეთ, რომ დაკარგული დრო არ არსებობს და არც ერთი რამე ნასწავლი არ არის ზედმეტი. მეც პირველი ფაკულტეტი დავამთავრე ხელოვნებაცოდნეობა დედის რჩევით, მან მითხრა, რომ შენ ეს უფრო გიხდება, როცა მეთქვი, რომ ფსიქოლოგია მინდა. და მხოლოდ ამის მერე დავამთავრე ფსიქოლოგია და მე-4 კურსზე მაინც განსაკუთრებით გაბრაზებული ვსწავლობდი ხელოვნებაცოდნეობას და დედას ვეუბნებოდი, შენი დრო არის დრო დამაკარგინე თქო. აი რაც დრო გავიდა, დრო კი არ დამაკარგინა, არაფერი რაც ჩვენ ვიცით არ არის ზედმეტი, იგივე ფსიქოლოგიაში მე შევძლებდი რომ მუშაობა არც თერაპიაში, იმიტომ რომ ევროპული სტანდარტით ვერ გახდები არც თერაპევტი, თუ კი მინიმუმ 3000 საათი არ გავს არტი მასწავლი ხელოვნება და გამოვიდა რომ ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა სწორედ იმ პროფესიაში, რომელსაც დავიანო მოცნებობდი. და არ უნდა შეგეშინდეთ დაკარგული დროის ეს რაღაც უცნაური ისა ვთხოვე აღქმა ჩვენში.
დაკარგული დრო არ არსებობს, არასდროს არაფერი არ არის. გვიან ყოველთვის უნდა შეცვალოთ რაღაც, რაც არ მოგწონთ. ეს არის ცხოვრების არსი, დინამიკა და ცვლილება, ხო? და არა ის, რომ რახან ერთხელ აქ მოვხვდი, всё, ეხლა მე აქ უნდა გავატარო მთელი დარჩენილი ცხოვრება, წლები და ყველაფერი. შეიძლება გავაგრძელო ქალბატონათია თქვენ თემას, მე მგონი ყველაზე ასაკიანი ვარ, აქ უფრო ცოტა უფრო სტაუბასაც ველოდი, რადგან და ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, თქვენ კი იცით დაახლოებით რამდენისა ვარ, არასოდეს არ არის გვიან, ჯერ გიждები ჩვენ ახალგაზრდობაზე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა ყავს, საოცრად განათლებული, ცდილობიანი, გამონაკლისებზე არ ლაპარაკობთ, მაგრამ არასოდეს არ არის გვიან. იმიტომ რომ როგორც ქალბატონათია თქვა, საზღვარგარეთ ცოტა სხვა მენტალიტეტი აქვს. მეც ჩემი მშობლების ხათრით წავედი სამედიცინოზე. არ იყო ეს ჩემი თემა, იყო ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია. აი ესეც ვერ გავაგრძელე, მაგრამ ასაკში გავხდი ბიზნესმენი, წარმატებული. უკაცრავად ვერ წარმოგიდგენთ მაია სულმანიძე, ბათუმის მერის მრჩეველი, ბათუმის ქალთა კლუბის დამფუძნებელი. და მე ვარ ახლა 58 წლის. თავიდან დავიწყე შარშან ცხოვრება. ვაკეთებ იმას, რაც ყოველთვის მინდოდა და არ არის გვიან და ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს წინ. ასე რომ ცოტა ხნით მაგია. ასე რომ ცოტა ხნით მაინც თქვენ მშობლებს რომ გული მოუგოთ და როგორც ქალბატონათია თქვა რომ ხელოვნებაცოდნეობა და სხვა დედის ხათრით მეც სამედიცინოზე მამის ხათრით წავედი. მაგრამ ეს არ იყო ჩემი, მაინც ვიყავი ექიმი, მაინც გავუხარე გული. თქვენც ასევე ცოტა ხნით შეახედეთ მათ, რომ აი მათი ხათრით, მაგრამ ის მეორეც არ დაივიწყოთ და გააგრძელეთ და ყოველთვის იოცნებეთ, რომ ის მეორე თქვენი ოცნება, მესამე თუ მეხუთე ნებისმიერ ასაკში განახორციელოთ და საქართველოში უკვე დადგა ის დრო, რომ მენტალიტეტი შეგვეცვალა უფროსებს და კიდე მინდა ცოტა გამიგრძელდა და მინდა ვთქვა, არაჩვეულებრივი ციტატა იყო ქალბატონათია, ვაცადოთ შვილებს გამარჯვება. ამას აუცილებლად დავიმახსოვრებ, იმიტომ რომ მე მყავს 3 შვილი, 2 დიდები, წარმატებულები და პატარა მყავს 15 წლის და ისე გამიჭირდა მასთან ურთიერთობა, ისე გამიჭირდა, ხო, იმათ ვაცადე გამარჯვება, სიყვარულშიც ვაცადე გამარჯვება, დამარცხებაც და მეორე სიყვარული იმედია რომ დამარცხებული არ ექნება ჩემს შვილს, მაგრამ აი პატარას ვერაფერს ვეღარ ვშვები და ამიტომ ცოტა ეთქობა დავიღალე მეთქი და ეხლა ჩემ ოცნებებს ვიხორციელებ და ამიტომ მათ დაძმას მივეცი საშუალება, რომ მათ ძმას მათ გაამარჯვებინო. ეს თუ თქვენ ყავთ პატარა დაძმანი, თქვენ ეცადეთ თქვენ მშობლებს ამოუდგეთ ხალხში, იმიტომ რომ ქალბატონათია თქვენ დამერწმუნებით ახალგაზრდები უფრო ხვდებიან ეხლანდელ სიტუაციებს, ვიდრე ჩვენი თაობა. ამიტომ ვაცდი მათ დაძმას, მათი ძმის გაზრდას და მის გამარჯვებას. მადლობა, ცოტა გამიგრძელდა სიტყვა. ხათრინ ჩადიშვილი სახელმწიფო ორგანიზაცია კოლეჯის დამფუძნებელი, მე მაინტერესებს კოხალ როგორც მშობლის ფსიქოლოგის მოსაზრება. მე ვარ ასე ვთქვათ, ერთადერთი ქალიშვილის მშობელი, როგორც თქვენ ტიპიური მშობელი, როგორც თქვენ ახლა ჩამოვაყალიბეთ, დედა, რომელიც დაავადების დღიდან განსაზღვრავს რა უნდა ჭამოს, რა უნდა ჩაიცვას, როგორ უნდა მოიცვა და თითქოს ყველაფერი არის რიგზე. იმიტომ რომ ვარ ახალგაზრდა დედა, გვაქვს მაგასტები ურთიერთობა და ნუ გადადებითი სასახლეში წავაწყდეთ იმ მომენტს, რომ ბავშვი რაღაც თავისი მოსაზრებები აქვს ჩამოყალიბდა ამაზობაში. უკვე ჩემთან ჩდება გაგუნება რა ხდება ის იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ფანტასტიკური იდეალური ურთიერთობა, მაგრამ ნუ რატომღაც ეს ჩემი შვილი მიწევს გარკვეულ წინააღმდეგობას. შეიძლება გაიზარდა ჩემი ქალიშვილი, გათხოვდა ნადირობად, მე უკვე ბებია გავხდი, ეხლა უკვე აქ სხვა პრობლემა წამოიჭრა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი სიდიდე მყავს და კარგი ოჯახი, თბილი ოჯახი, მაგრამ აქ უკვე ხდება მშობლის მხრიდან როგორ რაღაც ხუთი გეჩვენა და თითქოს აი ერთი ნათქვამი იყო რაღაცა სხვანაირად უთხრეს, რაღაცა შენი ნათქვამი აღჩევას იმიტომ რომ ის უკვე თავიანთი ოჯახი აქვს მათ და რაღაცა თითქოს თვითონ წვეტავა ყალბის და ესეა, იმიტომ რომ უკვე თვითონ მუშაობენ, თვითონ იუჩენენ საკუთარ თავს, მაგრამ შენც კი უფრო რაღაცით დაიხმარება, ცოტა ვერ გეიბულობენ. მე იკეტები საკუთარ თავში, რატო იცით, იმიტომ რომ მიუჩენია კონფლიქტს, რადგან ალბათ გაჩერდა შენთვის ჯობია რომ დაიცადო, მაგრამ ესეც არ ვარ, გვერდზე დგომაც არ ვარგა. აქ დაიბადა ბავშვი, გავხდი ბები, აქ შენებურ რჩევებს იძლევი და ცოტა რაღაცის უცნაური სიტუაციებია და ხვდები რომ მე როგორც მშობელმა არ აქვს მშობა ახალგაზრდა ვარ, როგორი ვარ, ესე ვარ, უნდა დავიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, რომ ცოტა აღმოაჩინე რომ არ ეგოისტი მშობელი. აი ახლა ამდენი ხანში და გამოვაშვა რეალურად ვარ ეგოისტი მშობელი და საიდან დავიწყოთ, როგორ დავიწყოთ? ულამაზესი მშობელი, შეგვიძლია მეტავეს. საქმე თან კიდე ბებია. ხო, ეხლა საქმე რა შეარის, რომ იმდენად კარგად ჩამოაყალიბეთ ყველაფერი და გაანალიზეთ, რომ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად გაჩერდებული
განსაკუთრებით ჩვენი სქესის შულს რომ ჩემთვის უფრო თვალსაჩინოა, თუმცა ასევე საპირისპირო სქესზე შეიძლება დაგვემართოს აი ესეთი ირიბი თვითიდენტიფიკაცია, რაც გამოიხატება რაში. აი მაგალითად ეხლა გოგონებს ინტერვიუ მივეცი და სწორედ იქ გამიხსენე ფაქტი, რომ ჩემი რომ ვოცნებოდი რომ ყოლოდა გოგო შვილი პირველი ბიჭი ყავს და მეორე მინდოდა გოგო ბიჭის სათამაშოები არ გავდა იმ სათამაშოებს რაც მე მიყვარდა ხო თოფებით მიუხედავად იმისა რომ მაინც და მაინც ნაზი ბავშვი არ ვიყავი და ეზოში ბიჭებიც პარკის ვცერდნენ ისე დავხვდი გარაჟებზე მიუხედავად ამისა თოფები და რაღაცები არ იყო ჩემი საყვარელი სათამაშოები ამიტომ ვერ დამიკმაყოფილე ჩემი ბავშვობის გამეორება და ვოცნებობდი რომ მეყოლება გოგო შვილი უყიდო იმ სათამაშოს რომელიც მე მინდოდა და აღმოჩნდა რომ დაიბადა ჩემი გოგო შვილი და მე მიყვარდა ბავშვი თოჯინები სოსკებით, პამპერსებით, კალიასკებით და ვიყავი სულ დედა, ბევრი შვილის დედა და ჩემმა გოგონამ რომ მოითხოვა სათამაშო, მოითხოვა ბარბი ლამაზად გამოწყობილი ლამაზი ქალი სათამაშო და გამოვიდა რომ მე აბსოლუტურად ვერ გავიარეთ ჩემი ეხა ამას რატომ ვიყოდით რომ როდესაც ჩვენ აი ასე ზედმეტად ჩვენს შვილს ვუვლით რომ ვუწყვეტ ეს ჭამე, ეს ჩაიცვი პროექციულად ეს არის რომ თქვენ საკუთარ თავს უვლით ანუ თქვენ საკუთარ ბავშვობას უვლით და თანდათან გეჩვენებათ რომ შვილი ხართ თქვენ, ხო? აი ეს არის მოლოდინი რომ შეიძლება ამ დროს თქვენ თვითონ შეიძლება გქონოდათ რაიმე ან სითბოს ან ზრუნვის დეფიციტი ხან პირიქით არ კოპირებას ახდენენ ხოლმე ძალიან ზრუნველი მშობლის ქცევის ხან ემოციური დეფიციტის გამო განსაკუთრებით დაკარგავენ საკუთარ ბავშვობას შვილში მაგრამ აქ აუცილებელია გავიგოთ რომ ჩვენი შვილი არ ვართ ჩვენ მე ვარ მე ის არის სხვა აი ეს მე და სხვას გარჩევა არის კატეგორიულად აუცილებელი და შემდეგ უკვე სწორედ ის რომ დავუმატებთ ჩვენს ცხოვრებაში იმიტომ რომ ჩვენ მეორეჯერაც გავიზარდეთ უკვე ჩვენ შვილთან ერთად და ამის შემდეგ უკვე ძალიან მთავარია ჩვენ ვიცოდეთ რა გვანიჭებს სიამოვნებაში ჩვენ ყველასგან დამოუკიდებლად იმიტომ რომ მათაც ვიცით განვითარების საშუალება და საკუთარი ცხოვრების თქობის და ჩვენს გქონდეს ჩვენი მათგან დამოკიდებულების გარეშე რადგან არავინ და ვერავინ არ ჩაგდავს თავის ცხოვრებაში ისე სრულყოფილად რომ ეს იყოს საკმარისი და მე არ ხოლმე სწევდა მიტოვებული მშობლის მიტოვებული განცდა უჩნდება დედას როდესაც ის კარგავს ფუნქციას ყველა უკვე გაზრდილია და მას აღარ ახლავს ზრუნვის ობიექტი ამდენად თქვენი ზრუნვის ობიექტი ხალხობა გახდეს გაზრდილი მე და არა ბავშვობაში მე ხო რომელსაც ვაცმე უვლი და უსრულები მოცნებებსაც დარჩა აუხდები გიორგი ხალაშის სკოლის მოსწავლე. კითხვა უნდა დაგისვათ რელიგიაზე. ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ბავშვს ძალიან მეგობრ ქრისტიანულ ოჯახში უკვე მე-40 დღეს როდესაც ბავშვს საუბარიც კი არ შეუძლია დათლავენ უკითხავენ ლოცვებს და ავტოსარებებზე და ასე შემდეგ. ბავშვს ესეც რა თქმა უნდა თქვარი ჩარევა ბავშვის არჩევანში ბავშვს არ გააჩნია ამერიკა გება სხვა რელიგიაზე და ამ დროს რა უკეთეს იქნება ოჯახმა მშობლებმა უარი თქვეს რელიგიაზე და ბავშვს არჩევანის უფლება მისცეს და ამით ერთგვარი ცოდვა დაუშვას თუ ის მეორე დღეს მონათოს და ხელი ჩაიქრეს ბავშვის არჩევანის უფლებაზე და საკუთარ და შეუწყოს თავისი კი ბატონო, კარგი შეკითხვაა ძალიან გიორგი რადგანაც თქვენ გაქვთ სწორედ ის ასაკი, თინეიჯერობა, მოზარდობა, როდესაც ბავშვი აჯანყებას ახდენს არა მხოლოდ ბიოლოგიური მშობლების, არამედ უნივერსალური მშობლის ღმერთის წინაშეც მას უჩნდება კითხვები. მას აღარ უნდა შეკითხვის გარეშე პირდაპირ აღიაროს რამე და ვინმე ავტორიტეტად, ხო? ამიტომ თქვენს ასაკობრივ განვითარებაში ეს არის ნორმა, შეკითხვების დასმა, რომ რატომ ხდება ეს ასე ამდენი ომი, რომ მას არ არის ღმერთი და ასე შემდეგ ეს არის ნორმალური. მაგრამ რაც შეეხება ნათლობას, აქ საქმე რაში არის, რომ მშობელს, რომელსაც აქვს რწმენა, რომ მონათლულ ბავშვს თავისი ანგელოზი იცავს უფრო მეტად და მშობლის სურვილია ბავშვი იყოს დაცული. ის ამას აკეთებს თავისთვის, რომ შეეროდეს, რომ მისი შვილი მეტად არის დაცული. ხო? რაც შეეხება უკვე პატარა ბავშვისთვის, არ შეკითხვა არ ჩნდება ღმერთს ალაჰი ქვია, თუ რა ქვია, ან მისთვის რაღაცნაირად ღმერთი როგორც კეთილი ძალა, ისევე კრიტიკოთ არის მიიღებული, ის ახლოს არის ბუნებასთან და ბუნების ძალების ფარგლებას ის
კარგად განიცდის, ხო? ასე რომ ბავშვს ამის მიმართ პროტესტი არ აქვს, ყოველდღიური დაცული. რაც შეეხება მოზრდობის ასაკს, როდესაც უკვე მოდის ეს ასაკი, როდესაც ეს კითხვები თქვენ გიჩნდებათ და დაუშვათ ერთგვარი მონათული პატარა აჯამდა და თქვა რომ მართლა ჩემო მე ახლა გავიგე რაღაცა ბუდიზმის შესახებ. თუ კი შენ უარს ამბობ რელიგიაზე, რა პრობლემაა მონათული ხარ გადაინათლებები შეგნების მიხედვით, ხო? ასე რომ შენთვის არჩევანი არავის წაუთმევია და ნუ გაბრაზდებით იმაზე, რაც არ არის გასაფრაზებელი და საომარი, იმიტომ რომ ყოველი არჩევანი შეგიძლია გააკეთო დღეს და სანამ არჩევანს გააკეთებ, მანამდე ყველა შეკითხვა ჯერ კარგად უნდა დასვა. იმიტომ რომ ხშირად ანტირელიგიური გრძნობები და გამოსვლები აქვთ ხოლმე ადამიანებს, რომლებსაც არ წაუკითხავთ ოთხთავი და იესოს იდეოლოგია ეს არის აბსოლუტური საოცრება, ეს იმ ხელასიბრძნიანი რომ რამდენზეც მიწუდებით ისიც კი საკმარისია, ასევე არანაკლები სიბრძნე და მარგალიტებია ალბათ ყურანში, ალბათ ბუდიზმში, ალბათ არანამდვილად, ასე რომ თეოლოგიის შესწავლას თუ მე გადაწყვეტს ადამიანი და კიდაც იუდაიზმში, ხო? არ არსებობს სული რელიგია, რელიგია ყველაფერი ეს არის მეცნიერება სულის შესახებ უპირველესი მეცნიერება, ზოგი არის ერთი წიგნიდან წამოსული ბიბლიიდან, ზოგიც არა, მაგალითად ინდუიზმი, ბუდიზმი, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო, მე თვითონ ბუდისტური თეორიები თუნდაც რეინკარნაციის შესახებ იუნგი ფსიქოლოგი იყო ამით ძალიან გართული და მართლაც იმდენად ჰარმონიაშია ბუნების ციკლთან, წესებთან, ევოლუციის თეორიასთანაც კი ძალიან საინტერესო თეორიებია. აქედან გამომდინარე, განათლებისთვის თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველაფერი და მე საერთოდ გადაწყვეტოთ, საერთოდ კიდევ დრო იყოს რელიგიური თუ არ კიდევ არჩევანი არავისთვის არ წაუთმევია. ყოველდღე წინა ბავშვის მონათვლაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ სულს, რადგან მისკენ მართლაც ვიხმობთ ჯადოსნობის სიტყვებით, სიტყვას აქვს ჯადოსნური ძალა, ლოცვით ვიხმობთ მისკენ მფარველ ძალებს, ეს გვჭირდება ჩვენ მშობლებს. და ძალიან ბევრი კომპონენტია, მოკლედ ამაში თუნდაც ეხება სვიტი თერაპია საკმარის სურნელი, მაგალითად ჩემზე განმაყოფილებლად მოხდენებს. ხო, შეიძლება ვიღაცაზე თუნდაც ის ინდური სურნელები რო არის, ის სხვა არომატული თერაპია, რომელიც არასდროში კარგ სიმშვიდეს და ბალანსს აღმოაჩენებს ხოლმე. აი ეს სიმშვიდე ვაჭრობთ მშობლებს. ეს არ არის საომარი, იმიტომ რომ დღესვე შეგიძლიათ გადაწყვეტოთ სხვანაირად, ხო? ინახებიან მე კათოლიკურადაც, მუსულმანურადაც რა პრობლემა არის? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მინდა ლაბარო გადაიხადო ჩამოგზავნით და უნდა ამოშთო რომ ხშირად კითხულობ თქვენს ბლოგს ლიბერალზე და გადასწრებული ბლოგი გაქვს და ყველა უნდა წაიკითხოს შეძლებს დაბარო თუ მოახერხებს. მეორე რიგში ხტოვანება მინდა გამოვქვა წინა კითხვის ავტორის მიმართ, იმიტომ რომ მე როგორც მოსწავლე ვიყავ მსგავსი აზრი. გონებაში არც ხალხს არ განმეორია, იმიტომ რომ როგორ გავბედავდი მსგავსი აზრის წარმოქმნას, როცა ვიზრდებოდი გამეტარ კონსერვატიულ ოჯახში და ღმერთის კრიტიკა დაუშვებელი იყო და ახლა დაუშვებელია პრინციპში და ეს იყო ჩემთვის გარკვევა, რადგან ახალი თაობა ეცდება კრიტიკული აზრი დაიშვეს ნებისმიერ მომენტში, რადგან ყველაფერი კრიტიკულია. მეორე რიგში მინდა რამოდენიმე ორი კითხვა მაქვს მე, რომელიც უნდა დაგისვა მცირე შესწავლებით და უნდა აღმოჩნდა რომ შესაძლებელია ჩემს მოსაზრებაში არ განვეთანხმოთ, ეს არის ჩემი პირადი აზრი და შეგრო გაზიარებული იყო, შეგრო ანუ თანამედროვე სამყაროში ძირითადად ფსიქოლოგია დღეს იმდენად მასობრივი გახდა, რომ ჩემთვის ძირითადად ასოცირდება აი ასტროლოგიასთან, ან ლაკაპულიას წინასწარ მეტყოლებასთან, რომ თქვა თეორიულ საკითხებთან იმდენად ჩვენ პრაქტიკულად არ გვინდა რაღაც საქმე გავაკეთოთ, რომ კითხულობ ლაკაპულია რას გვიჭირდა 2016 წელს, ან მიხეილ ცაგარელი რას გამოვა და რას იკეთებს, რომ 2016 წელს წითელი ხსასმელი ჩაერთო შავი მანტო, ან ფსიქოლოგს მიმართავთ იმის გამო, რომ აი იცით რა შეყვარებას დავშობი და როგორ მოვიქცე როგორ დავამატო მას, რომ კიდევ მიყვარს, მაგრამ თავი არ დავიფრთავი და ან მსგავსი რაღაცები. ანუ რით არის ეს გამოწვეული, ანუ რა არის და რა ხდის ამას რა გახადა ფსიქოლოგია იმდენად ჩამოყალიბებული, რომ მსგავსი რაღაც მარტივ საკითხამდე დაიყვანა და რატომ არ შეგვიძლია ფსიქოლოგია თუ უნდალობით საკითხებში გავიგოთ, როგორც ეს ფროიდმა ჩამოაყალიბა თავის დარგში, ძალიან მარტივ საკითხები დაგვანახა, რომ ეს არის სრული ჭეშმარიტება და მორჩა. მეორე საკითხი ეხება დაახლოებით, ანუ ეს არავის შევაწყოს არ ვაყენებ, მაგრამ დაახლოებით 30-40 და მეტის ადამიანების მესმის იმ მხრივ რომ არიან დაახლოებით კონსერვატიულად განწყობილები, ნებისმიერი სიახლის მიმართ, მიუღებლები არიან შედარებით, ან რაღაც რისკი გააჩნიათ
ინფიცირების უნდა, რადგან ეს მათთვის მიუღებელია მენტალური გადმონაშთები, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში, რადგან საერთოდ არსებობდა კრიტიკული აზრი, თუ კრიტიკული აზრი ჰქონდა იყავი ტროცკისტი, ან იმპერიული ამერიკის ელჩი, ან ვინმე სხვა, დაიგროვე გულაგში ან ხვეწნენ და დღეს და უკვე ეს თავისუფლება აქვს, მაინც ამას ვერ მიყენებენ, რადგან ეს შიში დღემდე გამიყვება, მაგრამ პრინციპში წინა კითხვის ავტორი და მსგავსი ადამიანები გამოიწვია ამისგან 18-20 ადამიანებიც ასე ფიქრობენ, რომ იმდენად კონსერვატიულად, იმდენად ტრადიციულად ჩასიკულოთ, რომ როცა ეკითხებენ რა არის შენი ტრადიცია, არის წარმოგვიდგენ არ აქვს რა არის ტრადიცია და ამ მხრივ იმდენად ჩამჯდარი ეს ხმარ ფსიქოლოგიურ ალტერეგოში, რომ ვერანაირად ვერ ახდენენ ამ ტრადიციის გამოაშკარებას და თანამედროვეობაზე მორგებას. ჩემი ძირითადი კითხვა არის, რომ რატომ არიან ახალგაზრდა 18-20 ახალგაზრდები იმდენად კონსერვატიულები, იმდენად მიუღებლები, რომ უფრო მეტად აფხევენ ზისხს, ვიდრე 40-50 წლის ადამიანი, რომელსაც გამოიარეს საბჭოთა კავშირის ტერორი. მადლობა ყველაფერთვის. ძალიან კარგი კითხვა იყო ორივე, მოდი დავიწყებ ჯერ ფსიქოლოგიის თემით. ფსიქოლოგიის აი ასეთი გაგება რაღაც სტერეოტიპული ხედვა ჩამოაყალიბა ამერიკულმა კინოფილმებმა, სადაც უმადლობელი მენეჯერებს უყვება თავისი შეყვარებული სპეცის ზომის შესახებ ისტორიებს, ან არის ხოლმე ეს რაღაცა ჯგუფური თერაპიების გაშარჟებული იმიტაციები ძირითადად, ხოლმე კომედიების გარდა არც არსად მინახავს ფსიქოლოგთან ვიზიტი, რომელიმე სერიოზულ ფილმში ყოფილიყო სასახული, ხო? გამომდინარე აქედან რაღაცა წარმოქმნა თხოვნა, რომ ეს არის აი მართლაც ასეთ ბანალურ თემაზე რომ შეყვარებულს დავშორდი, ეხლა რა ვქნა. თუმცა შეყვარებულს დავშორდი თქვენ აგებოდოთ სახუმარო თემა, რადგან სიყვარულის შემდგომი დეპრესია, ეს არის ისეთი გლოვის მდგომარეობა, რომ ადამიანებს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდებათ ხშირად და გაგიკვირდებათ უფრო მეტად კაცებს. იმიტომ რომ კაცების გრძნობა მიუხედავად იმისა, რომ ქალებს გქონია რომ კაცები ნაწილაკად და სიყვარული არ იცით, სინამდვილეში კაცების გრძნობა არის სამჯერ უფრო მეტი ინტენსივობის ვიდრე ქალების. უფრო სიღრმისეული და არაზედაპირულად ემოციური. გამომდინარე აქედან სიყვარულის დეპრესია, გლოვის მდგომარეობა ძალიან ხშირია მამაკაც ადამიანებში და ზრდასრულ ადამიანებში დეპრესიის უდიდესი წილი სიყვარულის კარგის წილად მოდის. ეგზოგენური დეპრესია, ანუ ან არის ხოლმე ეს ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ფიზიკურად, სიკვდილით, ან სიყვარულის დაკარგვით, ასევე ადამიანის დაკარგვით, ოღონდ ცოცხლად, ხო? და სხვადასხვა ფაქტორებით კიდე რა თქმა უნდა. რაც შეეხება ფსიქოლოგიის დაკრინებულ იმას ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ რა არის იცით ჩვენ ყავს რა თქმა უნდა ასეთი კლიენტი, ასეთი პაციენტიც არ ქვია კლიენტი ალბათ, რომელიც მოდის და მას სიამოვნებს ობიექტივაცია თავისი პრობლემის, რომ ის გამოთქვას მოგიყვეს და შემოეხმარო ფოკუსის გასწორებაში. სწორად დაასმევინო აქცენტები რა არის პერიფერიული ამ ამბავში, რა არის მთავარი, მე თვითონ ვერ პოვოს გამოსავალი და წავიდეს მაყოფილი ერთ ვიზიტში, რა მაქსიმუმ 2-3 ვიზიტში. მაგრამ ძირითადად ჩვენ არ ვსახურებით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სირთულეები ჯანმრთელობის ფარგლებში, ხშირ შემთხვევაში ჩვენთან მოდიან ჯანმრთელობის ფარგლებში ნევროზით დაავადებული ადამიანები, შემდეგ უკვე მწვავე ნევროზით, დეპრესიით და სხვა ფსიქიკური პრობლემებით, რომელიც მათ ხელს უშლის ბედნიერებაში. და ჩვენ ვეხმარებით, რომ ისინი გახდნენ უფრო ბედნიერები და ამას ვერ შეიცვლის ვერც მეგობარი და ვერაფერი აუცილებლად უნდა მიხვიდე ერთხელ მაინც სპეციალისტთან, ხო? თუმცა ცხოვრებაშიც არის ისეთი მომენტები, როდესაც გაწუხებს რაღაცა საიდუმლო, რომელიც მეტასტაზებებით არის შენში გასული და ამ დროს არის ძალიან დაცული სივრცე ფსიქოლოგთან ვიზიტი, რადგან იგივე მეგობართანაც კი შეიძლება ხანდახან რაღაც ვერ გამოთქვა. ეხლა რაც შეეხება მეორე კითხვას, რომ ხშირად უფროსი თაობის ადამიანები, საშუალო ასაკის ადამიანები უფრო გახსნილები არიან და უფრო კონსერვატორულები, ახალგაზრდებია, ხო, ასე მითხრით? ანუ მესმის ან ორივე კონსერვატორები პედაგოგები, მაგრამ მესმის უფროსი თაობის კონსერვატორები და ამისთვის ახალგაზრდა თაობის კონსერვატორები. ახალგაზრდა თაობა უნდა იყოს გახსნილი ნებისმიერი სახის მიმართ, თუ გვინდა გამეთარება. თორემ დავჩენთ ისე ეს არ გახლავთ თაობებზე, ეს გახლავთ ფსიქოტიპებზე, ხო? გახსნილი იყო თაობაშიც ბევრი ვინმე და იმიტომ გახსნილად მოვედით აქამდე, თორე აგერბნო ახლავს ჩემი პროდიუსერი. დღეს პროდიუსერს ვეძახი გუქმარის ნამდვილეში, ირაკლი, რომლის ბაბუაც, ბათუმელი ბაბუას, ხოთეშორის 9 წელი იყო ციმბირში გადასახლებული, 11 ჰქონდა მიჯილი.
ეგეთი ადამიანები არიან ხოლმე მკვლელები და ბოროტები იყო, რომელსაც ძალიან შეფასება აქვს წინამძღოლში, სიმონდისებია სამყაროს. ხო და ამდენად ხა ჩვენ თავი ტოტალიტარული საშინელი რეჟიმისგან, რომელიც თქვენ ალბათ ნაკლებად გახსოვს და უკვე ჩემს ბავშვობაშიც მიუხედავად იმისა, რომ ასე აღარ იყო თვალთვალ ციმბირში გადაესახლებინე და დაეხვრიტებინეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი პრობლემები შეიძლებოდა შექმნოდა. და ძალიან ბევრი ჩემი ამხანაგის იჭმაში იზრდებოდა, ოჯახში ასწავლიდნენ, როგორ აღესახებოდა ენდოს და იყოს ჯუმად. საბედნიეროდ მე ერთ-ერთი ასეთ შემშობლებს უმაღლი არის ის, რომ მათ არასდროს ჩემთვის პირზე ხელი არ აუყარებიათ. მაგრამ რაც შეეხება ზოგადად გახსნილობას და დაკეტილობას, მასა ყოველთვის იყო ჩაკეტილი და კონსერვატიული. იმიტომ რომ ის რაც ჩვენ უკვე ვიცით, ის რაც ესე ვიც ჩვენ უკვე დავადგინეთ, ჩვენ იქ თავს ვგრძნობთ უსაფრთხოდ. ასეთ ადამიანებს ავეჯის გადაადგილებაც არ უყვართ სახლში. მათ უყვართ მოწესრიგება ნივთების, რომ სადაც დატოვებენ უნდა დამხდეს, ხო? ეს არის მათი შიში. მაგრამ ამ ადამიანებს აქეთ კარგი თვისება, ისინი ბევრად უფრო შენახულად დაკონსერვებულს გვინახავენ ტრადიციას. თუმცა ჩვენი ტრადიცია რა არის რეალურად ძნელი გასაგებია, იმიტომ რომ მე ტრადიცია მგონია ის, რასაც ვაჟა-ფშაველა წერს და არა ის, რომ კაცი უნდა დალიო 20, ხო? საიდან მოვიდა ეს ტრადიცია, არ ვიცი, ხო? და ბევრი სხვა რამე ხარ გადავალ ჩვენს თუნდაც ლიტერატურულ ანალოგებში, თუმცა ტრადიცია სახეცვლილებას განიცდის, ინარჩუნებს რაღაც ძირითად ღერძს. და სახეცვლილებას არათუ ტრადიცია განიცდის, თვითონ ენაც კი განიცდის. სხვადასხვა შენაკადები შედის ენაში, მეტყველებაში და ეს არის უცოცხალი პროცესი, რომელმაც ჩვენ გავაგვიყვანა ჯერ გამოქვაბულიდან, მერე გავაგვაფრინა კოსმოსში და კიდევ უფრო შევსწავლოთ. მაგრამ არიან ფსიქოტიპები, რომლებიც პირიქით არიან რაციონალური აზროვნების ემიგრირებული, მათ უფრო აკლიათ მიტკუება ფესვთან, მაგრამ მათ ფაქტორებმა რომ იშრიალონ, მათაც უნდა ჰქონდეთ რაღაც აგრესია, რომელზეც არიან დამაგრებული. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგები არიან მეცნიერებაში, რომლებსაც აქვს ახალი ცნობის მოყვარა შეკითხვები. საქართველოში დღეს ჩვენ ძალიან მძიმე ეპოქაში ვცხოვრობთ რამხელა, რომ ის ხელოვანებიც კი ხშირად, რომლებიც ვითომ იბრძვიან რაღაც თავისუფლებისკენ, ძალიან ხშირად წარსულში ყურებიან, გახედავენ წარსულს, დასცინებენ წარსულს და სულ საამართლება დაჟი და სიახლე. დროუცებ შეერკინებიან მაინც და მაინც რაღაცა დავუშვათ სიმბოლოს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ძვირფასია რაღაც, ხო? ანუ მსხვერპლობა არ არის მხოლოდ უკანონის მიხედვა და წარსულის დაცხილვა, წინსვლა პირველ რიგში არის ახლის შემოთავაზება, ახალი შეკითხვის დასმა, ხო? და ეს შეკითხვის დასმა კი პარალელურ რეჟიმში შეიძლება მიდიოდეს იმასთან, რომ მე შემიძლია ძველიც გავაკრიტიკო, ძველშიც დავსვა შეკითხვები და გავაანალიზო, იმიტომ რომ ჩვენი ძველი ვიცით მოთხრობილი და მოთხრობილს საკითხულს ყოველთვის უნდა ანალიზი და შევჯერდებით ერთნაირ აღქმას. ამდენად ახალგაზრდებს ყავს გახსნილები, რომლებიც იღებენ ახალ ინფორმაციას და უფრო სიასაკის ადამიანებიც ძალიან პროგრესულები და პირიქით, ორივე თაობაში. და ახალგაზრდებს უფრო მეტი იქნებიან ღია, კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ფსიქოტიპი, რომელზეც მოგიხსენებთ, რომლებიცაც უყვართ უცვლელობა და უყვართ წარსული, როგორც გარანტირებული, დაცული მხარე ჩვენი დროში არსებობისა, წარსულისა და აღარაფერი ხდება, არის უსაფრთხო. იქ კორექციას ვეღარ გააკეთებ და მომავალში შეიძლება ფეხი რამის წამოხრა, ხო? და გამომდინარე აქედან ასეთი ადამიანები დღეს ჩვენს ახალგაზრდებშიც მეტი არიან, ისევ და ისევ შფოთვარე მშობლების გამო. რომ იმდენად მშობელი დაფეთქებულია, ხვალინდელი ფლის იმედი არ აქვს, იმდენად ტოქსიკურია გარემო და თავდამსხმელი ერთმანეთის მხრივ, რომ აი აქ ადამიანებს სჭირდებათ დამატებითი ყავის შემოკვრა, მეტი დაცულობა და ისინი აღარ არიან მზად სარისკო პროგრესული ნაბიჯების გადასადგმელად. ამიტომ რაღაცნაირად თუ გავხსნით ზოგადად ყოველთვის საბჭოთა კავშირთან შედარებით, დღეს წინ ვართ და აცი თქვენიც. მოგესალმებით, სოფიკახაძე, სტუდენტი. მომხდარა შეკითხვა, არსებობენ მშობლები, რომლებიც შვილებს არაფერს არ უკრძალავენ, განსაკუთრებით ამებიულებენ შვილებს, განსაკუთრებით ეს ეხება დედის ერთ ბავშვებს, რომლებიც შემდეგ იზრდებიან ისე, რომ მათთვის ყველაფერი შესაძლებელია. ეს უკან ბრუნდება ცუდად არა მარტო მშობლებს, არამედ შემდეგ საზოგადოებას და სად არის ზღვარი თავისუფლებასა და აკრძალვას შორის ამ შემთხვევაში?
ამ შემთხვევაში სურვილების ასრულებაში თქვენ გულისხმობთ მისი თავისუფალი ნერვის ასრულებაც, ხო? აი, სწორედ საქმე რაში არის, რომ მშობელმა მე მომხრევა, რომ მშობელმა შვილი განებივროს იმდენად, რამდენადაც მათზე შეუძლია, განებივრებაში არ ითვლება რაღაცა ზედმეტი რაციონალიზმი და ისე ბავშვს ჰქონდეს რაც გადამეტებული სიყვარული, ბუნების ნივთების თუ რაღაც. მაგრამ ის რომ ბავშვს ჰქონდეს საკმარისი საჭმელი, ის დასაცმელი, რომელიც მოსწონს და არა ის, რომელიც თქვენ მოგწონთ, ის საჭმელი, რომელიც ჭამს მას სიამოვნებს და არა ის, რომელიც თქვენ გინდათ თუ აჭამთ. მე ამისი მომხრევა არ იმიტომ, რომ ბავშვობა არის ის ერთადერთი დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მას გარკვეული უსაფრთხოება მეტად ავიღოთ ჩვენს თავზე. ამიტომ დაცულობის გრძნობა, განაწყარობის გრძნობა ბავშვს აუცილებლად აარიდებს მომავალში სიხარეს, თუ კი პარალელურად ჩვენ მას ვასწავლით გაყოფას. მე მაგალითად ჩემი პირველი წლები ასე ვთქვათ, უფრო ახალგაზრდა ვიყავი, მუშაობდი დედმამობაში და სახში ჩემო შვილებმა ძალიან ბუნებრივად იცოდნენ, რომ სამშაბათი ჰქონდათ მინიმუმ ერთი სუსი იყო. და გამომდინარეა, ეს მიზანის კი არ იყო, რომ ჩემს არ სცნოდა ერთი ცალი ნორმალური ჯინსი. მიუხედავად მაშინ არც ჩვენ გვქონდა ბევრი არაფერი და ნორმალური ჯინსებიც მათაც თავის პირიშვილებს გამონაწილეა ხშირად, როგორც დიდ ოჯახებში ხდება ხოლმე, ბევრი ბავშვები ვიყავით ჩვენ, მაგრამ მიზანი ის კი არ იყო, რომ მე დამეყო ჩემისთვის. მიზანი ის იყო, რომ ჩემსას ესწავლა გაყოფა სხვისთვის. ჩემსას ესწავლა შეგრძნება იმისი, როგორი უნდა იყოს ტაქტიანი ადამიანი, რომ როდესაც ყველას უჭირს, მაშინ არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა დემონსტრირებას ახდენდე ზედმეტი კეთილდღეობის დავშეთ თუ კი ეს კეთილდღეობა მართლა დაუსწრებია. ზოგჯერ არც ავთხოვენ საქართველოში ისე ეხებიან ერთმანეთს რა. ერთი ჩაიშტიკა ბენზინი აქვს, მაგრამ ჯერ ყავთ, ყავთ ბუზარდის. ამდენად ეს რაღაც გარეთ პრესტიჟის საგნები ერთმანეთისთვის რაღაცის ჩვენება, ეს უბრალოდ კულტურობა არის და უკულტურობას გააჩნია, ეს იმას არნიშნავს, რომ ბავშვს არ აუსრულოს სურვილები. ბავშვს უნდა დისნეილენდში წასვლა და შეგიძლია, რატო არ უნდა აუსრულოს. ხო, მაგრამ იმან უნდა იცოდეს, რომ დისნეილენდიდან ერთი მაღაზიის საჩუქარი ჩამოუტაროს მეგობარს, მეზობლის გაჭირებულ ბავშვს და მაშინ ის აუცილებლად კარგი ადამიანი იქნება. მოგესალმებით. მე მინდა შედარებით ცოტა მწვავე საკითხს შევეხოთ დღესდღეობით, რაც საქართველოში არსებობს. მე მაინტერესებს თქვენი როგორც ფსიქოლოგის მოსაზრება იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც ქვია, როგორ უნდა მოიქცეს პიროვნება, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის მქონეა ოჯახში, როგორ უნდა მოიქცეს ასევე მშობლი. რა უნდა გააკეთონ იმ საზოგადოებაში, სადაც ფიქრობენ, რომ ეს მწვავე დაავადებაა და ეს არის განუყურებელი დაავადება. მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, მადლობთ. კი ბატონო, თქვენი პირადი მოსაზრება და აუცილებლად მე როგორც მოგიყევით იმ ბატონზე, რომელსაც ასე დაეღუპა მთელი ცხოვრება ის გამო, რომ დედას არ იყო ძალა დაპირისპირებოდა საზოგადოებრივ აზრს და ეთქვა, რომ ეს არის ჩემი შვილი, მე ვიცავ ჩემს შვილს, მე ვიცავ ადამიანს და ვიცავ ჩემს შვილის და ჩვენ ამბავს დავზრდით და ეს არ არის რცხვილი. აი ამ დედას საზოგადოების ბრისხანე საზოგადოების სასტიკი საზოგადოების შიშმა მოაკვლევინა ფაქტობრივად არა მარტო შვილიშვილი, მორალურად ბედით ბედისწერით მოაკვლევინა საკუთარი ქალიშვილიც, ხო? აი ესეთი შემთხვევები ხშირად მგონია, სწორედ როდესაც მყავს ხოლმე პაციენტი არა იმ ორიენტაციის, როგორც ის შვილებმა, ასე ვთქვათ, ფიზიკურად ჩაებარეს გაჩენის მომენტში. და აქ არის ხოლმე სხვადასხვანაირად არიან შეგნებული მშობლები, რომლებიც ამ რეალობას უფრო სწრაფად დაგებინებენ, აღიქვამენ და აღიქვამენ იმას, რომ თქმა სამყარო რომია და როგორც შენი შვილი, შენ მაინც უნდა იქნებ მის გვერდით და ის როგორიც არის, მას გარანტირებული სიყვარული, უპირობო სიყვარული უნდა გქონდეს შენგან და მიიღოს შენი პატივისცემა. და როგორც კი შენ დაიწყებ მის პატივისცემას, აუცილებლად გარე სამყაროშიც ის ადაპტირდება თავისი წელში გამართული ადამიანური კარგი თვისებები და მისი სული, მისი პიროვნება გახდება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი ჩვენი სქესის მეგობარს, როდესაც მეურთიერთებით და როდესაც უყვარს და ის ჩვენი მეგობარია, ალბათ დამეთანხმებით, რომ ნეტად ნამდვილად გქონდა როგორში რამე სექსი არ ვფიქრობთ, ხო? და საერთოდაც არ ვფიქრობთ, ვისთან გქონდა, რატომ გქონდა და ასე შემდეგ. ეს ჩვენს ურთიერთობაში არ ახდენს არანაირ როლს არ ასრულებს. გამდინარე აქედან ძალიან გამიხარდებოდა
თუ კი აი მშობლები მეტად ინფორმირებული იქნებოდნენ და აკახებოდნენ იმ რაღაც ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირად აგრესიულად გათამაშებული დაპირისპირების შიშის მსხვერპლი რაც არ ეხოვე რომ აგდებულად რაღაცნაირი მეთოდით ხდება არ ამ ადამიანების პრობლემებზე საუბარი და რეალური ადაპტაცია სოციუმში მიღებულობა მათ პრობლემის არა რაღაც კონფლიქტში შესვლა საზოგადოებასთან. რაც ჩემი აზრით რა თქმა უნდა ის არის რომ ყველა ადამიანს უნდა პატივიცეთ მისი ადამიანური განვითარების გამო და აბსოლუტურად არავის საკითხავი არ არის არაფერი სხვა. მოგესალმებით, მარიამ ქიქაო, 21 წლის ფსიქოლოგიის სტუდენტი კურსელი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და გულწრფელი ლექციისთვის. მე ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე რაღაც ის ჩემს თავში, რომ ჩვენი ზრდა არის ძალიან არათანმიმდევრული, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ამბოხება დავაგვიანე და თუ მაგალითად უნდა მქონდა თქვა 14-15 წლის ასაკში ეხლა ვარ რაღაცნაირად ამბოხებული, გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე ამ ლექციას და აქამდე მქონდა საშუალება თქვა თავისუფლად გამარჩა პროფესია, ამარჩა მეგობრები თუ პირადი ცხოვრება. და ეხლა უკვე როდესაც თქვა რაღაც კუთხეში, რაღაც სიტუაციებში დავამარცხდი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, შეიძლება უკვე კითხვა დედის მხრიდან, ან ზოგადად პროფესორის მხრიდან, რომ აი შენი ჭკუით რომ მოიქეცი, თქვა მაინც დამარცხდი ერთხელ, ორჯერ. ამ შემთხვევაში როდესაც იქნება კონფლიქტები, რა შეიძლება რომ გავაკეთო მე? თქვენ უნდა იყოთ დამარცხებული დამარცხებებით, იმიტომ რომ თუ არ იქნება დამარცხება, თუ არ იქნება ზოგჯერ ისეთი დამარცხება და დანარცხებაც კი რომ სკელის გემო არ იბრძენი. ზოგადად სხვა ადამიანის ტილოს და ვერჩენ სულში ვერ გაიშლება ის თავარი ყვავილები, რაც მხოლოდ კილს მოს. ის ყვავილები, რომელიც ჩნდება ნაპრალში. აი ეს არის აუცილებელი, ასე რომ თქვენ იყავით ამ აყინით, რომ მიგადადით დაარინა ბიჭები, ხო? იმიტომ რომ ყოველ კედელში შეიძლება მოგეტრიალებს მომხარეს, ეს არ არის პრობლემა. რაც შეიძლება ტემპს, რომ თქვენ უნდა აჯანყებული ყავთ რაღაცა დაგეგეცოთ და 14 წლის ასაკში, ხო? ყველა ადამიანს აქვს თავისი ფსიქოლოგიური ტემპი. აი ზოგი ბავშვი არის და რაღაც დასაწყისში ვთქვი, ხო, შეიძლება სკოლის ასაკში წინავდეს ისე კარგად ითვისებდეს ყველაფერს ისე კარგად ვითარდებოდეს და მე როცა შეჭერდეს და სულაც აღარ წავიდეს იგივე ტემპით განვითარება. არის პირიქით. ზოგჯერ ბავშვი ძალიან დაფანტული, არაკონცენტრირებული, რაღაც ბოდიალით მოძრაობს, თითქოს დიდხანს და აგროვებს ცოდნას. და მე ერთად გაშლის ამ ცოდნას მარავსავით, ხო, უკვე როდესაც შეკრავს სამყაროს მისულ, იმიტომ რომ სამყაროს შეცნობის ტექნიკა, ასე ვთქვათ, ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვანაირი, ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვანაირი აღქმა. სხვადასხვანაირი არის, თუნდაც ზოგი უნდა შეეხოს, ზოგმა უნდა გასინჯოს, ზოგმა უნდა უსუნოს, ზოგმა უნდა ფრაგმენტები დაამუშავოს და ზოგმა მთლიანი ხედი დაინახოს, ხო? ზოგმა გარშემო შემოუყაროს რაღაცა საკითხს და მხოლოდ მერე გადოს შედეგი. ამიტომ ტემპი ამ შემთხვევაში თქვენი არანაირად დაგვიანებული არ არის, იმიტომ რომ რაღაცისთვის ხო გემონდა და გესინჯათ, რომ ცოდნოდა ბადრიჯანი გირჩევიათ თუ კარტოფილი, ხო? ხო და ესეც ესეა, უნდა მოსინჯო რაღაცეები და კარგია რომ სინჯათ. რაც უფრო მეტჯერ იქნით შემეშავა, ეს მას ნიშნავს, რომ მეტი რამე მოსინჯეთ, ხო? და საბოლოოდ მიაგნებთ იმას, რაც ის იქნება თქვენი წესად რო იყოს. თავარია ერთი და იგივე ბევრჯერ არ შეგეშინოს. ეგეც არა, მაინც აფერია. ხანდახან არის რომ ეგეც რაღაცა უბრუნდები თითქოს იმ შეკითხვას, ხო? რომელიც ვერ ამოწურე. ხო, არ დავერწმუნდა იმ შეცდომა ბოლომდე და გაინტერესებს, ეს ყველა შემთხვევაში ასეა. თუ სხვადასხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა ასე. დედიკო შეკითხვაც ჩავთვალო ესა? ხო, ჩარევაც იცით როგორი რამ არის? ინტონაცია საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აი მოზარდულ ასაკში კატეგორიულად ბავშვები აღარ იღებენ ჩარევას, რომ შენ ამას ასე იზამ, იმიტომ რომ მე ასე მინდა. და შეიძლება უგულ რეაქცია მიიღო. აი ასეთ შემთხვევაში საუკეთესო ტექნიკა, საურთიერთო ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე პროექციული მეთოდი. პროექციული მეთოდი გულისხმობს რას, რომ აი მე გავიგერო თქვა რაღაცა ბიჭები ახლა გეგმავენ რომ წავიდნენ და გასინჯონ მარიხუანა. და მე მიწყებ ჩემს მეუღლესთან ან მეგობრებთან ვაბარაკს, რომ მე ვიმდები მოძიო მარიხუანა, აი მანდო, ნუ აი ესე მე გულში ხმ
ამას უსმენს და ის არ იღებს ამას პირდაპირ გაფრთხილებად, არამედ ის ისმენს ინფორმაციას, რომელიც ილექება მის ცოდნაში და როდესმე აუცილებლად გამოიყენებს, ხო? და არა მარტო მარხენა თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში. და ჩარევა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი რჩევით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ჩარევა, არამედ გაზიარება და საკუთარი აზრის გამოთქმა. და დანარჩენი თავისი შეცდომა მისთვის არის ყველაზე დიდი მასწავლებელი, ამიტომ ვერც ჩაერევით, ვერც თუ კი მას რამის გასინჯვა უნდა გენოსი იქროლოს მოტოციკლებით თუ რაღაცა გააკეთოს გიჟური ჩვენი წარმოადგენით ის ამას მაინც გააკეთებს და ის ჯობს რომ ჩვენ საქმის კურსში ვიყოთ სად არის და რას აკეთებს არა ვიდრე ბევრად მეტი რაღაც ხონდეს დაკავებული ჩვენთან. დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის და ახლა უშუალოდ კითხვის დგან მოხდა თეონა გურგენიძის სტუდენტი. აქ იყო საუბარი კულტურასთან შორისა და ტრადიციულ ურთიერთობებზე, რომლებიც მაინც საკუთრებრივ, კერძოდ საკუთრებრივ ვიწროვდება. არის საზოგადო ცნებები, ყველა მშობელს რომელსაც აერთიანებს, მაგალითად, კარგი ადამიანის ჩამოყალიბება, რომელიც ნებისმიერ ტრადიციაში და ნებისმიერ კულტურაში გვხვდება, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. მაგალითად, ხშირია, როდესაც კარგი ადამიანი გონიათ კარგი პროფესიის ადამიანი და ამიტომაც, როდესაც ხდება დიალოგი მშობელთან, ნებისმიერ მშობელთან, რას აკეთებს, ვეუბნება, ჩვენ ვსწავლობთ, ეხლა ვაბარებთ, ეხლა ვამთავრებთ, ეხლა ვთხოვდებით და ასე შემდეგ მიდის და მიდის. მაინტერესებს ადამიანის ჩამოყალიბებაში რამდენად უნდა დავავიწროოთ საკუთრებრივ ასე საფეხუროვანი ცხოვრება. რატომ უნდა გვეგონოს რომ შვილებს ისევე როგორც ჩვენ ან ნებისმიერ ტრადიციების გამოქმედებს რომ მაინდა-მაინც ესეთივე საფეხურები უნდა გაიარო. უნდა ისწავლონ, უნდა იმუშაონ და მხოლოდ ამაზე გავამაყროთ ყველგან ხშირად არ ხდება რას აკეთებს შენი შვილი. არავინ არ ამბობს რომ უსმენს კლასიკას, ახლა დავიწყოთ როკის მოსმენა, ახლა რატო ვიწროვდება ასე საკუთრებრივ შეკითხვა არის და შენი შეკითხვის პასუხი კითხვის დასაწყისში იყო ჩვენ სწავლობთ მე ჩემ გოგოში ხო ეს არის ერთი რომ ჩვენ სწავლობთ ჩვენ გავთხოვდით საზოგადოებრივ არა მაგრამ მეორე საკითხი არის ის რომ არის ასე ვთქვათ მორიგე კითხვები და მორიგე პასუხები ერთი ანეკდოტი არის რომ გურულს შეხვდება მეორე გურული და როგორ ახარო ესე უნება რა სტილობისთვის და ხო ხარ ახლა ისი რომ მოგიყო როგორც ავარ ხო როგორ ახარ არის ერთგვარად გამარჯობა და შენ ამ გამარჯვების ნაცვლად მართლა რომ მოუპოტრებები ეს გადაკავს გაყვაც გადაკავს ეს შეიძლება გული წაუიღეს მე იმართლიანოს მე და არ მეკითხავ ამიტომ არის ასეთი მორიგე შეკითხვები და მორიგე პასუხები როდესაც თუმცა არის აპირისპიროც რომ მართლა რომ თუნდაც მოიკითხავენ ხოლმე ესე იგი აღიღლებით ამ მორიგე პასუხის გაცემს დედაც კარგად ვიზა ჩემი ჯემალიც ესეც საოცრება ხო მაგრამ ეს ის რომ რა ვიცი როგორ არის შეგვიძლია რაც სწავლობს ხო უფრო არის ასეთივე თავაზიანი პასუხი რომელიც იგულისხმება რომ ასე ძალიანაც არ არის საინტერესოს როგორია შენი შვილი ხო და თუ გიპასუხო რა ვიცი სწავლობს იგულისხმება რომ ჯანმრთელობითაც არ აუშავს და საერთოდაც კარგად ეს მომენტიც არის ხოლმე მან ყოველგვარი უფრო განვრცობილი აზრის გარეშე მაგრამ აზრი ის რომ კარგი ადამიანი ნიშნავს კარგი პროფესიონალს დიდწილად ნიშნავს იმ რომ კარგი პროფესიონალი ნიშნავს იმას რომ რასაც აკეთებს პასუხისმგებლობით და პასუხისმგებლიანი ადამიანი უკვე შესაძლებელია ერთი კუთხით ხო და მეორე საკითხი არის ის რომ კარგი ადამიანი როგორი უნდა იყოს აი ამაშიც არის ხოლმე ძალიან საინტერესო ის რომ ზოგს გონია კარგი ადამიანი ის რომელსაც ისეთი კაცი ხო ბუზი ანალიზის არ უწყენინებია რომ იტყოდნენ მამაჩემი მაგალითად ბრაზდებოდა და იძახოდა რომ რანაირად ყოფილა კარგი კაცი ცუდსაც არავის დაწყებინაო ხო და ამაშიც არის რაღაცა სიმართლე ახლა ასე დავწახება რომ გული ცხოვრება რომ მტერი არ ყოლია და ცუდო მტერი ხო ჩვენ იმიტომ არ ვიჩნდება რომ იმას ვაზიანებთ ვიჩნდება იმიტომ რომ რაღაცის მიმართ პრინციპული დამოკიდებულებები გვაქვს ხო და არის კიდევ კარგი ადამიანი, რომელმაც შეიძლება ბევრს აწყენინა, სწორედ რაღაცა უსამართლობისთვის და არასწორი რამისთვის, მაგრამ ის არის კარგი ადამიანი, იმიტომ რომ სარგებელი მოაქვს სხვისთვის და მას შეუძლია იყოს ღირებულებების მქონე ადამიანი. ამიტომ როგორ დავუსხლტეთ აი ამ სტერეოტიპებს, ეს ყველა ადამიანმა თავისი თავისუფლება უნდა მოიპოვოს თვითონ. მაგრამ ბოლომდე დასხდომაც შეუძლებელია რომ ჯანმრთელი ნარცისიზმი აქვს ყველა ადამიანს. ჯანმრთელი ნარცისიზმი არის ის, რომ ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვოს სხვაზე. და
და კიდევ კარგი რომ აქვს ეს რომ არ იყოს მაშინ ნორმალური სოციალური ნორმა საერთოდ არ შეიძლება ნორმალურ სოციალურ არსებად ადამიანები ვერ ჩამოყალიბებოდა ხო? ანუ ეს პრობლემა არც ის ღირს რომ ყოველგვარი რაღაცა ჩამოყალიბებულ წესჩვეულებას ისეთ წაუხაროთ თავი რომ სულიყო ძალადობის მსხვერპლი და მაგალითად თუ არ სიამოვნებს 5 საათი ნიშნეს უფრაზე და ისინი რომ ერთი საშუალო ნიჭის თამამის საგრძელოები მისცე თავს უფლება რომ საერთოდ დატოვოს რა ხო? ამერიკის თუ კიდევ ხოდი რომ წავლა შენ დარჩე. ეს უკვე პოლიტიკური და განსაზღვროს. რაც თავი მახსოვს, რაც მეხსენება გამიჩნდა, მოკლედ სულ დამოკიდებული ვიყავი. ყოველთვის თვითონ ირჩევდი რა წამაკითხა, რა მომესმინა და ასე შემდეგ. ყავდა ძალიან კეთილშობილი და განათლებული მშობლები და წლები გადის ისე, რომ ბოლოს არ შემიძლია გავიხსენო მომენტი, როდესაც კითხე ჩემს მშობელს აზრი, რა იმაზე. ალბათ მამამ არ იცის, რომ ბოლოს დავიკითხე მე მაგათი, მაგრამ მეც არ ვიცი რას ფიქრობს მამა ჩემი. და ძალიან მინდა დავსვა ეს შეკითხვა, შვილებსაც ხარ დაშლება რა მშობლებთან და ძალიან კარგება რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა. კარგი კითხვა არის ძალიან ეს და მინდა გითხრათ რომ ის რომ თქვენ მამამ არ იცით თქვენ ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ რა თქმა უნდა ეს მოწმობს გარკვეული ურთიერთობის დეფიციტზე თუმცა შეიძლება ეხლა ასე ჩემმა იმ კოლეგამ და მეგობარმაც კი არ იცოდეს გუშინ რა წავიკითხე რადგან არ შედგეს მომენტი როდესაც ერთმანეთს გაუზიარეთ ხო თუმცა მთლიანობაში მესმის რასაც გულისხმობ საპირისპიროდ შეიძლებოდა ჩარაულებმა მშობლები და დაელაგებინათ ქრონოლოგიურად მათი აზრით რაც შეიძლება წაგეკითხათ მაგრამ ის რომ თქვენ თვითონ მიაგენით თქვენს წიგნებს თქვენს ავტორს მე ეს ძალიან სწორი მგონია და მშვენიერი იმიტომ რომ მსოფლიოში არის უამრავი წიგნი რომელიც ყველას ვერ ექნება წაკითხული და სწორედ ეს რეცეპტებით მიწოდებული წიგნები ნამეტანი ჰომოგენურს ხდის საზოგადოების ინტელექტს რომ ყველას ერთი და იგივე წიგნი რატომ უნდა კონდეს წაკითხული იქნებ თქვენ ეძებოთ იმ თაროებზე და რაღაც სრულიად უჩვეულო ამოანჩინოთ ხო რაც შეეხება იმას რომ მშობლებსაც გვეშლება შვილებთან რა თქმა უნდა გვეშლება იმიტომ რომ შეცდომელი არ არსებობს არც ერთი ადამიანი და არც ერთი ურთიერთობა შვილებს გვეშლება ძალიან დაუდევრები ვართ კენტგულს გვაქვს დრო მეგობრებისთვის პაციენტებისთვის თანამშრომლებისთვის ყველასთვის ჩვენს გარშემო მაგრამ სახლში დაბრუნებულებს არ გვაქვს 10 წუთი მშობელთან ინტერაქციისთვის ეს ჩემი ეჯების პრობლემა არ არის მაგრამ მე ვერ მივაქცევთ იმ ყურადღებას, რასაც ისინი გვაქცევდნენ. სამწუხაროდ ჩვენ მათ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე მაშინ, როდესაც ღმერთმა დაიფაროს ყველას მშობელი, თუ კი ისინი ისე ავადარიან, რომ დახვეჭირდებათ ფიზიკურად ჩვენი დახმარება, ხო? როდესაც მშობელიც ჯანმრთელია და მას თავისი ცხოვრება აქვს, რა თქმა უნდა, შვილი განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც ყველაზე უფრო აქტიურად არის ჩაბმული ცხოვრებასთან ჭიდილში და არის რაღაც გარკვეული ასაკი, რომ ჩვენი პასუხისმგებლობებიც ძალიან იზრდება და ენერგია არ გვემატება, არც დრო არ იზრდება მოცულობით. მაგრამ პასუხისმგებლობა იმატებს და რაღაცა კულმინაციას აღწევს ეს სწორედ 30-დან 50 წლამდე, 55 წლამდე იქნებ 60-მდე, ხო? და აი ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენი თავიც კი ძლივს გვიზიდია. და რასაკვირველია, მაშინ ჩვენ ვერ ვახერხებთ ალბათ და კარგი იქნებოდა მოგვეხერხებინა რომ ყოველდღე გვენახა მშობელი და გვერ ეკამა ის ტელეფონით და რეკვას რაღაცას, ხო? და თუ კი მას ვნახავთ კვირაში რამდენჯერმე, მაშინ ეს დანაშაული აღარ გვექნება, ძალიან სწრაფად გამოსწორდება. და ის გულნაკულობა, რაც თქვენ გაქვთ, მე მაგალითად სულ მაქვს გულნაკულობა, ჩვენ წელს ვიყავი, ჩემი უსაყვარლესი ბაბუა რო გარდაიცვალა, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ფორმირებაში და რაღაცა ის პერიოდი იყო, რომ რაღაც გაფართული რო გაყვან და კარგი ხანს არ მყავდა, ნანახი ისე გარდაიცვალა. დღემდე განვიცდი ამას, მაგრამ აი ესეთი ტაფიო შეცდომა, რომ რამდენიმე თვე ადამიანი ნანახი არ გყავდეს, ისე გადიოდეს თვეები, რა თქმა უნდა, ამისი გამოსწორება მგონი ადვილი. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს რაში. ამ ბოლო დროს აღმოაჩინე, რომ კონფლიქტი მე და ჩემი მშობლის შორის ისწრება იქიდან, რომ საოცრად გავართ ერთმანეთს, არც ერთს არ მიყვარს დათმობა და
და თან ვფიქრობ, რომ თუ ანუ კითხვა რა შემდგომარეობს, ჯანმრთელი არის თუ არ იმაზე ფიქრი და შიში, რომ შეიძლება მომავალში დავიმსგავსო მას. და ესეც იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება საკუთარი შვილი დავიმსგავსოს მე. არის თუ არა ჯანმრთელი ამაზე ფიქრი. ჯანმრთელი ყოველთვის არის, იმიტომ რომ არის ის, რომ კრიტიკული დამოკიდებულება როცა გვიჩნდება მშობლების მიმართ, მით უმეტეს, როდესაც ისინი ჩვენ გვანან, საერთოდ ხო ადამიანებს ძალიან დიდი სურვილი გვაქვს გამოვასწოროთ ჩვენი ცუდი თვისება და არ გამოვიდეს. ის რაც თვითონ არ გამოვიდეს, განსაკუთრებით თვისებაზე შულს ვეჭვობებით ხოლმე. და გვავიწყდება, რომ თვითონ არ გამოგვდიოდა ეს და მას უგონია, რომ შეუძლია გაწვრთნას ეს თავის თავში, ხო? ასე რომ არც ერთი აზრი, არც ერთი შეკითხვა არ არის არაჯანსაღი. არაჯანსაღი არის ერთადერთი რამე, როდესაც არ გაქვს თანაგანცდა ვიღაცის მიმართ და შეუბრალებელი ხარ და შეიძლება ვიღაც მიზეზად განადგურო. დანარჩენი უბრალოდ მე საერთოდ არაფერს არ ვთვლი არაჯანსაღად და არანორმალურად. ყველაფერი ნორმალურია, რაც არ არის სხვისთვის დამაზიანებელი. ძალიან დიდი მადლობა მომზადებისთვის და გასვენა.